საღამომშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. ვის ექნება ამერიკელების მხარდაჭერა? ჯერჯერობით ყველა თავისას ცდილობს, ოცნება მზა და ურთიერთობების გადასატვირთად და ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩის კანდიდატურაც უკვე შერჩეული ხავთ. ოპოზიცია კი ამჯერად ტრამპის პოსტს იშველიებს, სადაც ამერიკის პრეზიდენტი სენატორ ჯიმ რიშის აქებს და მხარდაჭერას უცხადებს, რომელიც თავის მხრივ ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული მეგობარი აქტის ავტორია. მეგობარი აქტის მხარდასაჭერად ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ხვალ 22 მარტს ქუჩაში გამოდიან. მსვლელობა იქნება ერთგვარი გზავნილი ამერიკელებისთვის, რომ ბრძოლა თავისუფალი და ევროპული მომავლისთვის მეტ საერთაშორისო მხარდაჭერას იმსახურებს. ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციის მხარდაჭერის საკითხი საბოლოოდ გაირკვევა, ქართული ოცნება ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე საუბრობს, რომელიც მათი შეფასებით არ აქვთ. მეტიც ხელისუფლებაში მყოფ პარტიას მიაჩნია, რომ ქვეყანაში ოპოზიცია გარდაიცვალა და მათთან ერთად შეთქმულთა და რევოლუციონერთა ჯგუფი. თუმცა საგამოძიებო კომისიის ფარგლებში წინა ხელისუფლების დროინდელი საქმეების განხილვასა და ამ გზით მოსახლეობისთვის შეხსენებას აგრძელებენ. თან კიდევ ერთხელ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით ემუქრებიან მათ, ვინც კომისიის სხდომებში მონაწილეობას თავს აარიდებს. როგორც ცნობილია, ქართული ოცნების ოპონენტები დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებში მონაწილეობას არ აპირებენ, თუმცა აქტიურად ემზადებიან კიდევ ერთი საპროტესტო თარიღისთვის. 31 მარტს რუსთაველზე ხალხთან ერთად გეგმავენ აჩვენონ ხელისუფლებაში მყოფ პარტიას ძალა, რომელიც ქართულ ოცნებას არსებულ რეალობას სულ სხვაგვარად დაანახებს. ანა დოლიძე, პარტია ხალხისთვის ძლიერი საქართველო ლიდერია ჩვენი გადაცემის სტუმარი. ანა, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. სიმართლე გითხრათ, თქვენთან საუბარი მინდოდა დამეწყო ხვალინდელი აქციით, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ მოხდა რუსთაველის გამზირზე, სადაც უწყვეტი პროტესტის 3 სტუდენტი, მათ შორის 2 გოგონა, პოლიციამ დააკავა იმის გამო, რომ უნდოდათ სკამები შეეტანათ იმისათვის, რომ წვიმაში პარლამენტის მიმდებარედ განლაგებულ სველ კიბეზე, ასე ვთქვათ, დაჯდომა საკმაოდ დიდ, ასე ვთქვათ, დისკომფორტს და უხერხულობას ქმნის. სწორედ აი ამ ამბიდან სეუს სტუდენტები არიან, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში არის ნათქვამი და როგორც გითხარით, სკამების, პატარა სკამების, პლასტმასის სკამებზე არის ლაპარაკი. დადგმას ცდილობდნენ, რის საშუალებაც მათ სამართალ დამცავებმა არ მისცეს და ამის გამო სეუს 3 სტუდენტი დააკავეს. აი თქვენ როგორც ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს მინდა გკითხოთ, ოპოზიცია ემზადება პროტესტის კონკრეტული თარიღებისთვის, ანუ ხვალ 22 მარტს, 31 მარტს დიდი აქცია. აი, როდესაც ასეთი ამბები ხდება ახლა ამ წუთას რუსთაველში და რუსთაველის გამზირზე და უწყვეტი პროტესტის პროცესში არიან სტუდენტები უკვე რამდენიმე დღეა. რამდენად უწყობს ფეხს ოპოზიცია ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო პროცესს? მოგესალმებით, ემა, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მე დავიწყებდი, გასაგებია აუცილებლად მოვყვები ჩვენ რას ვაკეთებთ, მთლიანად ოპოზიციაზე საუბრის წინააღმდეგი ვარ, პარტია ხალხისთვის, მთლიანად კოალიცია, მაგრამ მანამდე მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი არის პირველ რიგში ვთქვათ, რას აკეთებს ხელისუფლება და ქართული ოცნება იქიდან რასაც უნდა აკეთებდეს, ანუ გაუმჯობესდეს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება. აქედან უნდა დავიწყოთ. რას გავს ერთი რაღაც ვერ მოაგვარეთ. ერთი საკითხი, ეს არის ტრანსპორტი თბილისში. დღის განმავლობაში გადატვირთულია ავტობუსები, ანტისანიტარია, ადამიანები ჭყლეტვაში ხვდებიან. მე თქვენ გეტყვით, ახლა ეს არის 30 მილიონიანი ტოკიო. რო ჭყლეტვა იყოს და რომ ვერ შეძლო და ტოკიოში ყველაფერი საათივით არის აწყობილი, ხალხო 30 მილიონი კაცი ცხოვრობს. და 1,5 მილიონიან თბილისში ის ვერ მოაგვარა ქართულმა ოცნებამ. ჯგუფმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ კიდევ უნდა მართოს წელი ქვეყანა, რომ ელემენტარულად A წერტილიდან B წერტილამდე უსაფრთხოდ და წყარად გადაადგილდებოდნენ.
ამაშია საქმე. შეხედეთ რა მდგომარეობაშია თბილისის ქუჩები და რამხელა საფრთხეს მოიცავს ელემენტარულად თბილისის ქუჩებში გადაადგილება. ან ვიღაცა დაგეჯახება, ან ხმთვარში ჩავარდები, ან ვიღაცას დაეჯახები. საქართველოს მაჩვენებლები, ეს მაჩვენებლები არსად არ წასულა. თქვენ გონიათ, ახლა ჩვენ არავის არ ეგონოს, რომ მე ამაზე ავარიების მაჩვენებლებზე 5-ჯერ, აი ნახეთ ევროპა 5-ჯერ მეტი არის საქართველოში ავარიები, ვიდრე ევროპის საშუალო მაჩვენებლები. და ეს საკითხები არსად არ წასულა. და ამ ბიჭებს, რომლებმაც გადაწყვეტეს, რომ არჩევნები მოიპარონ, იმიტომ რომ უნდა მართონ ქვეყანა, ელემენტარული უნარი არ აქვს ქვეყანა მართონ. და დილიდან საღამომდე ოპოზიციაზე ლაპარაკობენ. იცით რა, მეგობრებო, მიხედონ იმ საქმეს, რომლის გაკეთების პრეტენზია აქვთ. და ამ მიმართულებით მათ ეკუთვნით ორიანი. მე მინდა აბსოლუტურად შევეწინააღმდეგო ამ ტენდენციას. დილას იღვიძებს ფრაქციის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და განიხილავს რა ხდება ვაშინგტონში. მეგობრებო, ვაშინგტონში საწყისი ხელფასი არის $42,000 წელიწადში. იცით, საწყისი ღარიბად ითვლება ადამიანი, ღარიბად, რომელსაც წელიწადში აქვს ხელფასი $42,000. აი მაგდონემდე რომ მივლენ მამუკა მდინარაძე, რომ ეგრე ვიცხოვრებ ქართველები. მე ილაპარაკონ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე. ანა, ხო, შეუძლებელია არ დაგეთანხმოთ, ანუ პრობლემების ძალიან მცირე ნაწილი ჩამოთვალეთ, მაგრამ გეთანხმებით, რომ საკმაოდ მწვავედ დგას ჩვენს დედაქალაქში როგორც ტრანსპორტის, ასე ვთქვათ, პრობლემა, ასევე ქუჩების გადატვირთულობა და ავარიებს რაც შეეხება, სხვათა შორის ძალიან მძიმე სტატისტიკა გვაქვს და ყოველწლიურად ერთი საშუალო სოფლის მოსახლეობას ვკარგავთ. ანუ დაახლოებით 400-500 ადამიანი ჩვენ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გვიკვდება და მე მგონი მოწინავე ვართ თუ არ ვწდები ევროპის კონტინენტზე ცუდი გაგებით მოწინავე ამ თვალსაზრისით, მაგრამ ეს პრობლემები, რომელიც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ, ამას ჭირდება გადაწყვეტა ან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დონეზე, ან ცენტრალური ხელისუფლების დონეზე. თქვენ ახლა ხართ ოპოზიციაში. რას გვთავაზობთ? ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დონეზე ამას ჭირდება ბრძოლა ადგილობრივ არჩევნებში, რაც შეეხება ცენტრალურ ხელისუფლებას, იქ ჭირდება საპარლამენტო არჩევნების მოგება იმისათვის, რომ კონდეს მერე ოპოზიციას და ოპოზიციურ კოალიციას ხელისუფლების და მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბების საშუალება. არც ერთი და არც მეორე ბერკეტი ამ ეტაპზე ოპოზიციის ხელში არ არის. არც რაიმე წინაპირობა მოასწავლებს იმას, რომ შესაძლებელია ახლო პერიოდში ჩაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. მოგახსენებთ, დავიწყოთ იქიდან, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში ის კარგად არის მითითებული. დემოკრატიის დაყვანა ხოლო არჩევნების დღეზე, ამას თავისი სახელი აქვს, ქვია ელექტორალიზმი და არის მცდარი. იმიტომ რომ დემოკრატიული მართლობითი ცხოვრება, თვითონ იდეა ხო საბერძნეთიდან მოდის, დემოსი იყო ყოველდღიური ცხოვრება, გადაწყვეტილების მიღება და ანგარიშის ჩაბარება, პასუხისმგების აღება და ანგარიშის ჩაბარება არის დემოკრატიის ნაწილი. აბსოლუტურად მცდარია, რომ თქვათ, რომ დემოკრატია არის ერთი თარიღი 4 წელიწადში და სხვა 4 წელიწადში ჩვენ ხელისუფლებას თავი უნდა დავანებოთ და ვისაუბროთ იმაზე, რა ხდება ოვალურ ოფისში ვაშინგტონში. უკაცრავად, მაგალითად ავიღოთ ფენტანილის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელსაც აწარმოებს ახალი ადმინისტრაცია ძალიან აქტიურად. ამაზე რატო არ გველაპარაკება ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება? ფენტანილი ნარკოტიკი, რომელიც ყრია საქართველოში, რომლის გატესტისთვის ახალი ტიპის ნარკოტიკების გატესტვის ადგილი არის საქართველო, ეს ყველა ჩახედულმა ადამიანმა იცის და მომავალ თაობას ვკარგავთ არა მარტო ემიგრაციაში, არა მარტო აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებაში, არამედ იმაში, რომ ყველა ახალი გამოგონილი ნარკოტიკი აქ ადვილად შემოდის, აქ იხრება, იშინჯება და მერე გადის უკვე ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. და როდესაც ეს საკითხი დგას დონალდ ტრამპის მიერ, რის გამოც დაიკეტა ჩრდილოეთის და სამხრეთის საზღვარი ამერიკისა, ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ. ეს პრობლემები რა გადაწყვეტა უკვე ქართულ მოქნებამ, რაღაცა გეოპოლიტიკურ საკითხებს მოიხილავს. იცით მე რას გეტყვით, ეხლა მოგვივიდა ინფორმაცია ზუსტად. მივმართე კითხვით გენერალურ პროკურატურას, მე მივმართე კითხვით სასამართლოს. მეგობრებო, ნარკოტიკების გასაღებით რო აკავებთ ხალხს, იქიდან რამდენი ადამიანი გრძელვადიანად
განაჩენით რჩება ციხეში და იცით პასუხი რა მიიღე? არ ვიცით. ამ ინფორმაციას არ ვამუშავებთ. არც პროკურატურა და არც სასამართლო. ანუ იცით რა ხშია საქმე? რომ ვისაც აკავებენ ჩვენ რომ შოუებს გვაყურებინებენ რომ იჭერენ ვითომ ეგრეთ წოდებულ ბარიგებს, არა ვისაც არ იჭერენ. მერე მიდის გარიგება და ეს ხალხი არის ისევ ქუჩაში. და ამას ეწირებიან ჩვენი ახალგაზრდები და თუ საუბარია იმაზე, რაზე უნდა იყოს დღეს საუბარი, აი ზუსტად ესა, იმს კი არ უნდა გავარჩიოთ, სიამოვნებით გავარჩიოთ. ანა, საუბარი შესაძლებელია ბევრი იყოს. მაგრამ ჩემი საყვარელი საკითხია და ამით ვცხოვრობ. რა ბერკეტი აქვს დღეს ანადოლიძეს დღეს რა ბერკეტი აქვს რომ ან ნარკოტიკების ასე ვთქვათ უკონტროლო ბრუნვა რაღაცა შეამციროს, აკვეთოს ქვეყანაში, იმიტომ რომ მართლა ძალიან მწვავედ დგას ეს პრობლემა. სხვა შორის გუში რადიოში ქონდა ჩვენ საუბარი, რადიო პალიტრის ეთერში ახალ ნარკოპოლიტიკაზე, ანუ დაგეგმილ ცვლილებებზე საუბარი და მსმენელმა დარეკა, რომელმაც პირდაპირ განაცხადი გააკეთა, რომ აწვდის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას, რომ ნარკოტიკების ასე ვთქვათ გასაღება გავრცელებისთვის დღეს გადახდის აპარატების გამოყენებაც კი ხდება, ანუ 100 აქვთ ეს გასაღების ქსელი აწყობილი ნარკორეალიზატორებს. მწვავედ დგას პრობლემა, გეთანხმები და ამაზე ძალიან ბევრ საუბრობთ, ძალიან ბევრ ფორმატში, მაგრამ მე თქვენ გეკითხებით, თქვენ რა ბერკეტები გაქვთ, თქვენ კონკრეტულად ანადოლიძეს, რადგან თქვენი სახელით, თქვენი პარტიის სახელით გსურთ საუბარი, რომ ან ერთ, ან მეორე, ან მესამე პრობლემას, რომელიც ახლა ჩამოთვალეთ, რაღაცა გადაჭრის გზები მოუძებნოთ. ამას ოპოზიციაში ყოფნა არ ყოფნის? ყოფნის. რა თქმა უნდა, მე რომ ეს ბერკეტები მქონდეს რისთვისაც ვიბრძვით, ეს იქნებოდა ყველა ამ იდეის და ამ კამპანიის ცხოვრებაში გატარება. ერთი თვალის დახამხამებაში დავხურავდი მაგალითად ონლაინ აზარტულ თამაშებს. მე რომ მქონდეს, მე რომ ვიყო პრემიერ-მინისტრი, ან უმრავლესობის თავმჯდომარე. ეს გასაგებია, რომ ძალაუფლება და ხელისუფლება უნდა გქონდეს იმისთვის, რომ რასაც ვამბობთ, რაზეც პასუხს ვითხოვთ, ეს გატარდეს. ხო, ამას გავაკეთებდი გეუბნებით აი პირველივე დღეში. დავხურავდით ონლაინ აზარტულ თამაშებს და შემოვიღებდით სამკურნალო პროგრამებს, რაც არ გაუკეთებია. ამისთვის სულ ცოტა პრემია, არა, უნდა ჩაგეკითხოთ, ძალიან გთხოვთ რა, იმიტომ რომ თქვენი გუშინდელი ინტერვიუ გამახსენდა ერთ-ერთ ტელეარხზე, სადაც თქვით რომ თქვენ რომ პრემიერი იყოთ, შექმნიდით ანალიტიკურ ცენტრს, აი რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში, ხომ? აი თქვენ რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოთ, ანუ ერთი ხელის მოსმით რომ ონლაინ აზარტული თამაშების ბიზნესი დახუროთ ჩვენს ქვეყანაში, სულ ცოტა პრემიერის პორტფელი გჭირდებათ. ანუ გაქვთ ამის ამბიცია ანადოლიძეს? ხა, ხო იცით, არსებობს ეგეთი გამოთქმა. არ არსებობს ჯარისკაცი, რომელსაც არ უნდა უნდოდეს გენერლობა, ახლა. ამხელა 20 წლიანი სტაჟით ამ საქმეში და იმ კამპანიებით და იმ რისკებით და მე მინდა თქვენ კითხვას უპასუხო რა ბერკეტი გვაქვს. იმ რისკებით, რომელიც მე გავწია აქამდე, ჯერ ეს იმ მუდარმაზარი მანქანის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც იყო სოდიკუდი მიხეილ სააკაშვილის დროს, უსაფრთხოების აპარატი, რომელიც ხუჭაში მხდებოდა გარეთ რო გამოდიოდი სახლიდან, რამდენიმე წლის განმავლობაში. სასამართლო კლანთან გაგრძელებული ბრძოლით და მე აზარტული თამაშების მაფიასთან გაგრძელებული ბრძოლით. როდესაც ყველა მაფრთხილებდა, რომ ისა რა ქვია, საშიშია და რაც მთავარია რუსულ იმპერიულ რეჟიმთან დაპირისპირებით, რა საშიშროებასაც ეხლაც იმით დავდივარ ჩვეულებრივად pepper spray. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემი ამბიცია არის, რომ ყველა ის იდეა, მაგალითად აზარტული თამაშების ონლაინ აზარტული თამაშების დაკეტვა და კაზინოების გატანა სადმე ამისთვის სპეციალური ქალაქის გაკეთება, მინიმალური ხელფასის შემოღება, ყველა უფასო კვება. ეხლა მე თქვენ გეტყვით, უფასო კვება სკოლებში ეს იდეა ქართულ მოცემამ ხო დაგუპირდა, მაგრამ მაინც არაფერი არ გააკეთა. შარშან, აი ზუსტად არჩევნებამდე, მათ იმიტომ რომ ამის კამპანია იყო ძალიან ძლიერი, მათ შორის ჩემს მიერ წაყვანილი, მათ შორის ქართული ოცნება იზოლებული იყო, რომ ეს დაპირება გაეკეთებინა. ამასაც გავაკეთებდი და ეხლა მე მინდა გითხრათ, რომ მე ახალგაზრდა ვარ პოლიტიკისთვის, ეს არის კარგი. ფეხბურთში ხო ამასაკში მოდიან და
პოლიტიკაში ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი. იმედია მომესემა ამ ყველაფრის რეალიზების საშუალება. ამოვასრულებ ქართულ ხალხს. მაგრამ თქვენ ანუ იმედია მოგეცემათ პრემიერობის შესაძლებლობა, ისე ამ თქვენს ამბიციას ოპოზიციაში როგორ უყურებენ, იმიტომ რომ გვახსოვს როგორი დაპირისპირება იყო პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით, ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით წინა არჩევნების წინ ოპოზიციის შიგნით. თითქოს არის ეს არ არის საინტერესო. საინტერესო არის რომ ითქვას რომ რა თქმა უნდა ყველაფერი ეს რო გააკეთო მაგალითად რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რასაც დღეს გაურბის ქართული ოცნება მინიმალური ხელფასის დაწესება როგორც არის ამერიკაშიც და რატო ამაზე არ ლაპარაკობენ რომ ამერიკის შტატების უმეტესობაში საათობრივი ხელფასი არის $12 საათში ანუ საქართველოში საერთოდ არ აქვს ეს კანონით განსაზღვრული და ეს რომ მიგვეღო ეგრევე ამოისუნთქავდა დაახლოებით 300,000 ადამიანი რომელსაც ხელფასი ეწყება და აქ დაახლოებით 500 ლარი ამას ჭირდება პრემიერის ნება მართველი პარტიის ნება და სხვები რას ფიქრობენ ეს ყველაფერი განისაზღვრება არჩევნებით თავარი არის თქვენ რას ფიქრობთ და ქართველი კონკურენტებს რო არ უხარიათ ეს ამბავი ყველას ახლა ყველას გვინდა ამის გაკეთება ვინც პოლიტიკაშია თუ არ უნდა რა ვიცი მაშინ ის არის აქტივისტი და ის სხვა არის ჩვენი იდეების გატარება მაგრამ ეს ყველაფერი ხდება ამას წვეთს ამომრჩეველი ეხლა მე თქვენ გეტყვით თქვენ კითხვას უპასუხებ რა ბერკეტი მქონდა მე ჩემ თანამოაზრეებთან ერთად პოლიტიკოსიც არ ვიყავი რომ გავატანინეთ თბილისის ქუჩებიდან ტრანსპორტიდან მეტროდან და ტელევიზიებიდან აზარტული თამაშების რეკლამა სულ 3 წლის წინ ჩართავდი ტელევიზორს და უყურებდი შუადღის გადაცემას რაღაცა ბავშვების ჯანმრთელობაზე და გაჩერდებოდა მულტფილმი და ჩაირთვებოდა კაზინოს რეკლამა. ეს ხო გავატანინეთ, რა ბერკეტი ქონდა? არაფერი, სიტყვა. მარტო სიტყვა, მარტო მედია. ახლა პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ისევ და ისევ ქართულ ოცნებას ამ ბერკეტის ეშინია, ხოვითომ არაფერი არ არის. პარლამენტის წევრი მე არა ვარ, გამოვიდეთ იქიდან. კამი ჩვენ არ აგვაქვს, მაგრამ როდის იყო მორალურ ავტორიტეტს რაიმე სკამი ჭირდებოდა და რაიმე მედალი. რატო გვიზღუდავენ ახლა სიტყვის თავისუფლებას? აი ამ ტელევიზიებს რო ხელს უშლიან და რაღაცებს რო იმუქრებიან, რომ სასამართლოს დახურავენ. რატო უნდა დახუროს სასამართლო? თუ არ გეშინია იმის, რომ იქ ადამიანები დაინახავენ ნატანჯულ, ტყვილად დაჭერილ სამშობლოსთვის მებრძოლ პოლიტპატიმრებს და გული შეტკივად ამით გეშინიათ ყველაზე სამარცხვინო. ახლა არ მიყვარს ამაზე საუბარი. სოზარ სუბარი. აი სოზარ სუბარი მართლა იმ ადამიანისგან ის ადამიანი სად წავიდა რომელსაც მე ვიცნობდი და რომელიც 7 ნოემბერს ქუჩაში დარბოდა და ადამიანებისთვის გული შეტყიოდა აი ეს ადამიანი ასე როგორ აორთქდა და სახელი გვარი დარჩა აი მართლა ძალიან გული მტკივა მაგრამ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ არაფერი არ დასრულებულა არ დასრულდება ბრძოლა ამ ფორმით იმ ფორმით სიმღერით ქუჩით ყველაფერი გაგრძელდება ან აუცილებლად მინდა კითხოთ დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით, ანუ ხვალ არის მხარდამჭერი აქცია, მეგობარი აქტის 31-ში დაანონსებულია ძალიან მასშტაბური საპროტესტო აქტი, რომელშიც გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილთან ერთად სამომავლო სამოქმედო გეგმა უნდა წარმოადგინოს, სხვები სხვაგვარათად წარმოაჩენენ ამ თარიღს და ამბობენ, რომ ამ 31-ში ოპოზიციამ საბოლოოდ უნდა დააფიქსიროს პოზიცია ერთიანობასთან დაკავშირებით თუ არა და შემდეგ უკვე ყველას ცალ-ცალკე მოუწევს გზის გაგრძელება. ძალიან საინტერესოა თქვენ რას ფიქრობთ ამ ერთიანობაზე და პროცესი, რომელიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს, ალბათ გააქვთ კონსულტაციები, არ ვიცი, ერთმანეთთან, სამოქალაქო სექტორთან, სალომე ზურაბიშვილთან, მოასწავლებს იმას, რომ ოპოზიცია შეძლებს საერთო პრინციპებზე შეთანხმებას, არსებული განსხვავებების უკანა პლანზე გადაწევას და გარკვეული ერთიანობის ჩამოყალიბებას. აუცილებლად იქნება დიდი მიტინგი და არა ერთი მხოლოდ ეს გაგრძელდება. ამ ეტაპზე მე პირადად ვფიქრობ, რომ ყველანაირი ულტიმატუმების წაყენება არის უბრალოდ ისტორიის უცოდინრობა. ჩვენი ურთიერთობა იმასთან, ვისთანაც ვარ დაპირისპირებული, ხა რაღაცა კუდრეტების ბანდასთან ხო არა ვარ დაპირისპირებული. ჩვენ დაპირისპირებული ვართ რუსეთის იმპერიულ ინტერესებთან.
რუსეთის სახელმწიფო ინტერესებთან. მოდი ესე დავარქვა. ანუ შეგიძლიათ დამიკონკრეტოთ ულტიმატუმში რას გულისხმობთ, იმიტომ რომ ვერ მივხვდი, ანუ ულტიმატუმია თქვენი აზრით პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ულტიმატუმია თქვენ არა, რას გულისხმობთ ულტიმატუმში? მე გულისხმობ, რომ რაღაც დაასახელეს, რომ ეს რიცხვი ამ რიცხვთან ვინც ჩვენთან ერთად არ არის ჩვენი მტერია. მე რომ მკითხოთ, თუ საუბარი არის როდის რეალურად მოიტაცა ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა, ეს იყო 2019 წელს, მესამე ტალღის კანონების მიღება პარლამენტში, რითაც აბსოლუტურად მოძლიერდა და იუსტიციის საბჭოს მოაჯდა კვალი. რასთან დაკავშირებითაც გარეთ იყო პატარა პროტესტი, აქტიური, მეც გამოვდიოდი, აქტივისტები საუბრობდნენ, მაგრამ მაშინ ვინც იყო საქართველოს პარლამენტში ქართული ოცნების მხრიდან 2018 წელს იმ ადამიანებმა ზუსტად ჩააბარეს ასე, აი ბამბანერკის ბაფთით შეახვიეს სასამართლო და რა ეს რეპრესიები რაზე დგას თუ არა სასამართლოზე ადამიანების ბიზნესი ყველას აწიოკება ანა მესმის მაგრამ იმას რასაც თქვენ ულტიმატუმს უწოდებთ ოპოზიციის ნაწილისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს ანუ მათ შორის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით აი მაგალითად კოალიცია ცვლილებებისთვის ახლავე ითხოვს გადაჭრით პასუხს ოპოზიციის ნაწილისგან რომ არავითარ შემთხვევაში არც ერთი გარემოების პირობებში თუ რა თქმა უნდა ახალი არჩევნები არ დაინიშნა საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში არ მიიღებენ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ამიტომ გეუბნებით იმას რასაც და ამისთვის სჭირდებათ გარკვეული ასე ვთქვათ ერთიანობა და ერთგვარი გამყოფი ხაზი არის სწორედ ეს თარიღი 31 მარტი ანუ ის ადამიანები, რომლებიც ამას ამბობენ, გულისხმობენ, რომ 4 ოქტომბრამდე, როდის არის ჩაფიქრებული ეს არჩევნები, აქამდე ქართული ოცნება არ ჩამოიშლება. ეს რისკები ხომ არსებობს? ანუ, კარგი, მაშინ სხვაგვარად გითხავთ, ანა. იცით რა, ზოგი ამბობს, რომ იცი რა, 7 თვე არის დარჩენილი ადგილობრივ არჩევნებამდე ჯერ ძალიან ადრე ამას ლაპარაკი. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ 6 თვე გავიდა 26 ოქტომბრის არჩევნებიდან. ანუ ვითვალოთ წინა არჩევნებიდან უფრო მეტი დრო არის გასული თუ ადგილობრივ არჩევნებამდე უფრო ნაკლები დრო არის დარჩენილი. ანუ რამდენად რელევანტურია ამის როგორც არგუმენტის მოყვანა, ესეც ცოტა საჩოთი როა, მაგრამ მაშინ ასე კითხავთ, აი მოცემულ რეალობაში, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა დღესაც გამართა არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა, ანუ სხვათა შორის ამ შეხვედრაზე ითქვა, რომ მას დაგეგმილი აქვს სულ ცოტა 3 ევროპულ დედაქალაქში ვიზიტი, სწორედ იმისთვის, რომ ევროპელმა ლიდერებმა უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინონ საქართველოს მიმართ. ცოტა ხნის წინ გაიგზავნა ერთობლივი წერილი ევროსაბჭოს, ასე ვთქვათ, მისამართით, რომ უფრო მეტი ძალისხმევა იქნას გამოღებული საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში, რომ ევროსაბჭოს ხდომაში საერთოდ არ არის დღის წესრიგში შეტანილი საქართველოს საკითხი და აუცილებელია, რომ ეს საკითხი იქნას შეტანილი. აი და აღარ გავყვები იმ მოცემულობებს, რომელიც გვაქვს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროტესტის ჩათვლით. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, რაიმე მოასწავებს იმას, რომ შესაძლებელია მოუწიოს ქართულ ოცნებას ახალი არჩევნების ჩანიშვნა? რა თქმა უნდა, ამაზე არაერთხელ მithქვამს მე სუფთა პროფესიონალურად, რომ გადავხედოთ და ეს ჩემი პოსტიც არის ნოემბრის ავტორიტარული რეჟიმების შესახებ და ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია. როდესაც აი თუნდაც სამხრეთ კორეა ავიღოთ, თუ ჩილე ავიღოთ, ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, რომ ასეთი ან ყველაზე კლასიკური ეხლანდერი ეს არის სირია. წინა დღეს აი ამ ნომერიდან, როდესაც ბაშარ ალ-ასადი გაიქცა მოსკოვში, წინა დღეს უზარმაზარი ღონისძიება ჰქონდა მას და მის მედია მრჩეველს გავლირის მისი PR-ი მრჩეველი ყובה სხვათა შორის რამდენად სახტად დარჩა რაც მოხდა რომ თვითონ ერთად დაგეგმეს 1-2 ღონისძიება რომელიც ერთად უნდა გაეკეთებინას შემდეგ დღეს და მეორე დღეს აღმოჩნდა მოსკოვში ამიტომ მე მინდა რომ თქვა პირველი დღეს საუბარი თვითმმართველობის არჩევნებზე და არა იმაზე დღეს რაც ვაკეთებ რომ მაგალითად პოლიტპატიმრებს შეუმსუბუქოთ ის ვითარება რაშიც არიან ელემენტარული ჩემთვის ცნობილი გახდა რომ
გასეირნების საშუალებას არ აძლევენ პატიმრებს და საერთოდ ახლა მე მინდა გითხრათ რა. ელემენტარული პირობები, როგორიც არის საათიანი გასეირნება, აი სულ ამაზე ვსაუბრობ, რა თავი მაქვს. სააკაშვილის დროსაც ამაზე ვსაუბრობდი. ელემენტარული პირობები, როგორიც არის გარკვეული კვება, გარკვეული კვადრატული მეტრები და დღეში 1 საათი გასეირნება, 1 საათი მაინც არის საერთაშორისო უფლებები პატიმრებისა და ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე პორი პატიმრად არ აძლევენ გასეირნების საშუალებას. ჩემი აზრით, დღეს აქედან წაღება, აი როდესაც ამაზე უნდა ვლაპარაკობდეთ, აქედან გადატანა და გულისხმობს, რომ ოქტომბრამდე ეს რეჟიმი ანუ არ ჩამოიშლება, ну ჩვენ ავიდგროთ ოქტომბერ-დეკემბერზე და არა იმაზე, რომ დღეს ხვალ ზეგ და ეს ეხმარება მორიგჯერ ბიძინა ივანიშვილს, რომ ნემსის წვერზე რამდენი ანგელოზი ეტევა, აი ამ საკითხებზე ვიმსჯელოთ და არა დღევანდელ სამოქმედო გეგმებზე. კეთილი, მადლობა. ანა დოლიძე, პარტია ხალხისთვის ძლიერი საქართველოს ლიდერი იყო, ჩვენი გადაცემის სტუმარი, ბექარი ლუაშვილი, პარტია გახარია საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი შემოგვიერთდა. მოგესალმებით, ბექა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდი, თქვენთანაც დავიწყებ რა ამ თემით საუბარს, სულ ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე, სადაც სტუდენტები 24 საათიან პროტესტში არიან, სამართალდამცავებმა 3 ადამიანი დააკავეს, სკამების შეტანის შესაძლებლობა არ მისცეს, თუნდაც ეს სკამები იყო დამზადებული პლასტმასისგან, ანუ რეალურად არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა, რომ შესაძლებელია ეს იქნას გამოყენებული, არ ვიცი, რაღაცა ბოროტი განზრახვით, როგორც არ ვიცი, იარაღი. მათ შორის არიან გოგონებიც, სეუს სტუდენტები და ოპოზიცია რამდენად უწყობს ფეხს აი ამ მოვლენებს საკუთარი პროტესტის გამოხატულებით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. გილოცავთ პირველ რიგში დღევანდელ პროფესიულ დღეს. მადლობა. და გისურვებთ, რომ ამ ქვეყანაში და ყველას უსურვებთ თქვენი პროფესიის ადამიანს, რომ შეძლებოდეთ თავისუფალი სიტყვის სივრცეების პოვნა და ასე ვთქვათ, დღეს რაც რეპრესია ხორციელდება აზრის და სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, ეს აღარ ყოფილიყოს. ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. კი, და განსაკუთრებით იმის ფონზე, რა კანონსაც ეხლა დავუშვათ იღებს ქართული ოცნება. რაც შეეხება საპროტესტო აქციაზე მომხდარ მოვლენებს, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ მათ შორის მე გავაერთიანებ ამ საკითხს თქვენ ბრძანეთ ოპოზიციასთან დაკავშირებით მათ შორის. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ არჩევნების მოპარვის შემდეგ ოპოზიცია გადაწყვიტა, რომ არალეგიტიმური ის თქვა პარლამენტის პირობებში ის კლასიკური პლატფორმები, სადაც გარკვეული პოლიტიკური სივრცეები არსებობს, რომ პოლიტიკური პროცესის ნაწილი იყოს ოპოზიცია, ეს არ გამოეყენებინა და ჩვენ ფაქტობრივად ჩვენ მოქალაქეებთან ერთად ერთი და იგივე ეს თქვა პლატფორმით, ამ შემთხვევაში ქუჩის საპროტესტო აქციას გულისხმობ, დავიწყეთ ბრძოლა ამ ქვეყნის თავისუფლებისათვის. ეს ავტომატურად გარკვეული თვითშეზღუდვასაც ნიშნავდა, მათ შორის იმ შესაძლებლობების ნაწილში, რაც პოლიტიკურ პარტიებს გააჩნიათ ქვეყნის შიგნით. და ყოველთვის აი ეს აჩენს ხოლმე გარკვეულ კონტრასტს პოლიტიკური პარტიების საქმიანობის შედეგებთან დაკავშირებით საზოგადოებაში, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ თითქოს უფრო კონტრასტულია, ხო, ქვეყნის გარეთ უფრო გამოიყურება, უფრო მეტად, უფრო შედეგიანად ეს მუშაობა, ქვეყნის შიგნით ნაკლებად, იმიტომ რომ თუ არა, ანუ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არსებობს, აი მაგალითად ქუჩაში. ყველა შესაძლებლობით, რაც გაგვაჩნია, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ უპასუხოთ. მე ყველას ნაცვლად ვერ გიპასუხებთ, ყველა პარტიის ნაცვლად, მაგრამ ჩვენი პარტიის სახელით შემიძლია გითხრათ, ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით, რომ ჩვენ აბსოლუტურად ყველა რესურსით ვცდილობთ, რომ ზედმიწევნით თანმიმდევრულად უპასუხოთ ყველა ასეთ გამოწვევას. ეხლა ეს ადამიანებიც, ვის დაკავებაზეც თქვენ ისაუბრეთ, ცოტა სხვა, არ ვიცი, სამართლებრივი საფუძველი, ალბათ ეს იქნება ადმინისტრაციული დაკავება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვყავს ათეულობით 50-ზე მეტი პოლიტპატიმარი, რომელიც აბსოლუტურად მხოლოდ რეპრესიული ახირებების და კონკრეტული ამოცანის, საზოგადოების და ახალგაზრდების დაშინების მიზნით დააკავა ხელისუფლებამ და დღეს საკმაოდ ესე ვთქვათ მე ესე ვიტყოდი, საკმაოდ მძიმე
პერსპექტივები სამართლებრივი თვალსაზრისით მათ ელოდებათ და მათ ოჯახებს და ყველას თელ საზოგადოებას. იმდენად ირაციონალურია დღეს ხელისუფლებები და გადასულია რეჟიმის გამყარებაზე, რომ ესეთი მძიმე ფაქტები უკვე მისთვის არანაირ ასე ვთქვათ რაღაც შემაკავებელ გარემოებას არ წარმოადგენს და აი ეს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაგეძრებს ჩვენ საზოგადოებას, რომ ვიყოთ რაც შეიძლება მეტად სოლიდარულები და ვიფიქროთ არა მხოლოდ წარსულის ესე ვთქვათ და ისტორიული ფაქტების, ისტორიული მოვლენების პატივისცემასა და მათ მხარდასაჭერად, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად აქციებზე სოლიდარობის გამოსახატად არამედ მათ შორის აი ესეთი ადამიანების კი ბატონო, აი თქვენ რადგან თავად კი ბატონო, ბექა, ბევრი თემა მინდა მოვასწრო და სწრაფად გავიაროთ ხოლმე. აქციას დაკავებული ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა ახსენეთ და რამდენიმე დღის წინ იყო, როგორც ვიცი, ოპოზიციის წევრების შეხვედრა აქციების დროს დაკავებული ადამიანების ოჯახის მშობლებთან, ხო? ანუ იქ იყო თუ არა დასმული საკითხი ასე, რომ სოლიდარობა ოპოზიციური კოალიციების მიმართ მათ შორის უნდა გამოიხატოს პრინციპულ მხრიდან, უნდა გამოიხატოს პრინციპულ პოზიციაში, რომ არავინ ოპოზიციური კოალიციებიდან არ მიიღებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. მე ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტი მახსენდება, სადაც მან პირდაპირ დაწერა, რომ ბუნდოვანი პასუხი გასცეს მშობლებს 9-მა და 25-მა. რადგან თქვენ წარმოადგენთ გახარია საქართველოს და თქვენი ნომერი იყო დასახელებული, მითხარით, ანუ როგორ შეიძლება რა ბუნდოვანება იყო თქვენს პასუხში, რატომ არ შეგიძლიათ მკაფიოდ პასუხოთ? გასაგებია, რომ ეს შეხვედრა იქნებოდა საკმაოდ და იყო მე რა ინფორმაციაც მაქვს მე არ ვესწრებოდ პირადად, მაგრამ ჩვენი გუნდიდან იყვნენ წარმომადგენლები, საკმაოდ ემოციური და ეს გასაგებიცაა იმ მძიმე რეალობის ფონზე, რაშიც ვცხოვრობთ. თუმცა ჩვენი პასუხისმგებლობა ყოველთვის იყო და ვერ დაასახელებთ თქვენ ერთ ფაქტს, სადაც ჩვენ არ ყოფილვართ თანმიმდევრულები და ყოველთვის ვამბობდით, მათ შორის ამ კრიზისთან მიმართებაშიც, რომ არ შეიძლება უპასუხისმგებლოდ რაღაც, ასე ვთქვათ, არარეალისტური აღქმები და მოლოდინების შეუქმნა საზოგადოებას, მათ შორის განსაკუთრებით იმ მოწყვლად ადამიანებს, რომელთა ოჯახის წევრებიც რეჟიმის ტყვეებს წარმოადგენენ და ჩვენ კონკრეტულად მითხარით რა რას გულისხმობთ, ხო? გეტყვით ახლა. აი დაასახელეთ ფრაზა, რომლითაც არარეალისტურ მოლოდინებს უქმნიდნენ ოპოზიციონერები ოჯახის წევრებს. ის რომ ესე იგი პატიმრების ამ შემთხვევაში ამ ოჯახის წევრების ეს ხდებოდა არტიკულაცია და ამიტომ ამბობ დახსნის გასაღები გადის რაიმე ერთ კონკრეტულ მოვლენაზე იქნება ეს თვითმმართველობის არჩევნები თუ სხვა რაიმე ერთი კონკრეტული მოვლენა, რომელზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობაც ოპოზიციას აქვს. ეს არის სწორედ ის, რაცაც ჩვენ ვარქვევთ გადაჭარბებულ მოლოდინებს. ეხლა თვითმმართველობის არჩევნების თემაზე ჩვენ პოზიცია ბევრჯერ დავაფიქსირეთ. მე ხა კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ მე მგონი არასწორად გაგიგეთ, ანუ დავაზუსტებ. თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია ყველა ერთად აღებული თუ ცალ-ცალკე მიიღებს თუ არ მიიღებს მონაწილეობას, ეს ამ ადამიანების, ანუ აქციების დროს დაკავებული ადამიანების ბედს არ გადაწყვეტს, ამას ამბობ? ეს არ არის საკითხი, რომელიც ამ ადამიანების გამოშვება არ გამოშვებასთან პირდაპირ რაიმე ფორმით არის დაკავშირებული. კი ბატონო, აი ეს თქვი ოღონდ სხვანაირად მეც, ხო? ხო, მე ვთქვი, რომ ამას როს თავაზობენ საზოგადოებას, ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები მათ შორის. ეს უპასუხისმგებლობაა თქო. ეს ამიტომ მოვიყვანეს. ანუ თავაზობერას ჩვენ ბოიკოტში დავრჩებით და ეს იქნება უფრო დიდი ზეწოლის ბერკეტი ხელისუფლებაზე, რომ გამოუშვან ნახეთ, ჩვენ რაც უფრო მეტად გავაღვივებთ საუბარს საკითხზე, რომელიც სპეციალურად სწორედ ამისთვის არის ორიენტირებული, შემოგდებული, პროვოცირებული ქართული ოცნების მხრიდან, მით უფრო მეტად მათ შორის ამ ადამიანებს, რომელიც ყველაზე კიდევ ერთხელ მეორე ყველაზე მოწყვლადები არიან დღეს ამ თვალსაზრისით, კიდევ ერთხელ დეკლარირებულად ვეუბნებით, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში არაფერი არ შეიცვლება. მაგას ნიშნავს, როდესაც ჩვენ ან რაღაცას ერთ პოზიციას, ან მეორე პოზიციას აფიქსირებ და საერთოდ ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიაში შედიხარ. თვითმმართველობის არჩევნებს გულისხმობ. ან თქვენ გაჩნიათ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქართული ოცნება, ეს არის შემოგდებული ამბავი ქართული ოცნება ამ საკითხზე ერთი იქნება გადაწყვეტილება თუ მეორე იქნება გადაწყვეტილება დღეს მხოლოდ და მხოლოდ გამოიყენებს საკუთარი პროპაგანდისტული ამოცანებისთვის. ანუ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დღეს
იმ გამოწვევების გადაჭრისათვის, რაც დღის წესრიგში დგას, იმიტომ რომ ეს საკითხი არის მხოლოდ და მხოლოდ თავიდან ბოლომდე ფუნდამენტურად პროვოცირებული ქართული ოცნების მხრიდან, რომ ადამიანებს, მათ შორის საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც რუსთაველზე დგას, გაუჩინოს განცდა, რომ ოპოზიციის მოლოდინი არის არაფერი არ შეიცვლება მინიმუმ თვითმმართველობის არჩევნებამდე. თქვენი მოლოდინი ასეთი არ არის. არ არის, რა თქმა უნდა, მოლოდინი რომ შეიცვლება. ნახეთ, დავამთავრებ თუ შეძ. ჯერ მეთანხმებით თუ არა ამ ლოგიკაში. ამაზე გავიდეთ. იმიტომ რომ ეს უნდა ახსნათ. ნახეთ, ჩვენ თუ საუბრობთ და დღეს პრიორიტეტად ვსვამთ, რომ აი თვითმმართველობის არჩევნებში დაგჭირდება თუ არა ბოიკოტი. მეცაც გეტყვით თეორიულ ვარიანტად ეს ოპოზიციის შიგნით უნდა განიხილებოდეს ეს სქემა. შესაძლოა ეს განიხილებოდეს, არ იყოს ისეთი ძლიერი ზეწოლა, როგორცაც ითხოვს ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილთან ერთად საერთაშორისო საზოგადოებისგან პირდაპირ ეუბნება ხვალინდელი აქციითაც წერილითაც რომელიც გაიგზავნა, რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა მოგვაქციოს საერთაშორისო საზოგადოებამ. ჩვენ რომ ის განცდა შევქმნათ და იმ განცდის შექმნა შეუწყოთ ხელი, რაც ქართულ ოცნებას უნდა. დაშვებას რატომ არის დაშვება, დანაშაული რომ ადგილობრივ არჩევნებში შეიძლება არც არაფერი არ შეიცვალოს. დაშვება არ არის. დავამთავრებ. დაშვება არ არის პრობლემა. თქვენ ბრძანეთ ძალიან კარგად, რომ ეს შეიძლება განიხილებოდეს პოლიტიკურ სპექტრში შიგნით, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გამოყენებული როგორც პოლიტიკური დალევერიჯების, პოლიტიკური დღის წესრიგის ხელოვნურად შექმნის ინსტრუმენტი. საჯაროდ, მათ შორის, ხო? პოლიტიკურ სივრცეში, საჯარო სივრცეში. ესე არ უნდა გამოიყენებოდეს. იმიტომ რომ თუ ამას ასე გამოვიყენებთ, მაშინ ვეხმარებით ხელისუფლებას, ეგრეთ წოდებულს, თავის დღის წესრიგზე დაგვაყენოს და საზოგადოება შეუქმნას განცდა, რომ რა დღეს ბრძოლა, რა დღეს საპროტესტო ფორმით, ასე ვთქვათ, ხელისუფლების და თავისუფლებისთვის ბრძოლა, ანუ ხელისუფლების წინააღმდეგ და თავისუფლებისთვის ბრძოლა. აგერ ხალხი იმაზე საუბრობს, რომ 6-7 თვის თავზე ეს ადამიანები კიდევ ბოიკოტის რეჟიმში დარჩებიან. არა, ერთ თემაზე საუბრობს ოპოზიცია, ოპოზიციური კოალიციები, მაშინ გამოდის, რომ ოპოზიციური კოალიციები ან ნებსით, ან უნებლიეთ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, უბრალოდ ქართული ოცნების პოლიტიკურ წისქვილზე ასხამენ წყალს. ამიტომ კი, აბა თუ ამას შეგნებულად აკეთებენ, მაშინ რა გამოდის? ამაზე არტიკულაცია, მე რა ვიცი რა გამოდის ეს თქვენ შეაფასეთ თქვენი სოფხედელობიდან გამომდინარე. მე ზუსტად ვიცი რა შეიძლება გამოდიოდეს, მაგრამ ნახეთ არ შეიძლება ესე უპასუხისმგებლოდ მოვიქცეთ და ადამიანების მოლოდინები ერთის მხრივ არც ასე ვთქვათ რაღაც უზარმაზარ მოლოდინებში შეუქმნათ არარეალისტური მოლოდინები, როგორც არის მაგალითად გაერთიანების საკითხი. ან პეორეს მხრივ ძალიან იმ დონეზე ეს მოლოდინების დეგრადაცია მოახდინოთ, აი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხით, რომ ადამიანებმა ჩათვალოს, რომ რა აქციაზე უნდა გავიდე, ან რა პროტესტი უნდა დავაფიქსირო, აგერ მეუბნებიან, რომ იცი რა შენ შეგიძლია ხა დაპაუზდე და აი თვითმმართველობის არჩევნებს რო ბოიკოტს გამოუცხადებთ, ან არ გამოუცხადებთ, ან ისე იქნება, ან ასე იქნება, ამაზე მიიქციონ მისი ყურადღება. ეს არის ქართული ოცნების დღის წესრიგი. ამაში არ შევყვებით ჩვენ და მე აი ამ კონკრეტული დღევანდელი ეთერის შემდეგ შემიძლია პირობა დავდო, რომ ამ საკითხში აი ესე დეტალურადაც კი აღარ შემოგვყვებით მომავალში. იქნება ეს უფრო კომფორტულია თქვენთვის, რომ ამ თემაზე, ასე ვთქვათ, არ ილაპარაკოთ და კონკრეტული პასუხები არ გასცეთ. ბოიკოტს მხოლოდ, ნახეთ, ბოიკოტს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც პირობითად 10-ვე ოპოზიციური პარტია რჩება ბოლომდე ბოიკოტში ყველა ბრძოლასა და გამოწვევაში. რჩება, ხო ვიცით ისედაც. 10-ვე, ანუ არ იქნებიან პარტიები, რომლებიც არ რჩებიან ბოიკოტში, ხო? აგერ გირჩს ნათქვამი აქვს ისედაც, რომ მიიღებს მონაწილეობა იაგო. ხო, მაგრამ მხოლოდ გირჩის მონაწილეობა ხელოვნურად შექმნილ ოპოზიციებს აქვს ნათქვამი. კიდე ვინ იტყვის? ეს ვინ რა ის? შექმნილ ოპოზიციებში ის გულისხმობთ. აი, ხალხის ძალას და ვიღაცებს, რა ვიცი, სოციალისტებს და ვიღაცებს. მოკლედ. ხო, მაგრამ ახლა მათი მონაწილეობა ხომ სურათს ვერ შექმნის, არა? ხო და შეხედეთ, კიდე იმაზე ცდილობთ, რომ არა, კიდე ვიზზე ფიქრობთ. არა, კი არ დაგაბრუნოთ, უბრალოდ პასუხი ვერ მივიღე. შეიძლება ეს არის თქვენთვის ძალიან კომფორტული პოზიცია, რომ ამ თემაზე მეც არ ვილაპარაკებ, იმისათვის, რომ იმ მოთხოვნას აარიდოთ თავი, რომელიც დღეს დგას დღის წესრიგში დანარჩენი ოპოზიციის მხრიდან, ხო? ესე გამახსენდა თქვენთან ეთერი მანდატების ჩახსნაზე და სიების ჩახსნაზე. ეს თემაც აქტუალურია, დღემდე ითხოვენ ამას თქვენგან. სად ნახეთ რომ ითხოვენ? რომელი ნაციონალური მოძრაობა თუნდაც, რომ ნაციონალური მოძრაობა დღეს თვითონ საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ მათი
ესე ვთქვათ, სიბრაზე თუ მათი ეს რაღაცა თავდასხმები საფუძველში განპირობებული იყო, იმიტომ რომ თვითონ ვერ გათვალეს მოლოდინები, რომ ქართული ოცნება არ გამოკიდებდა ამ საკითხს და მათი განცხადების თანავე ჩახსნიდა მათ მანდატებს. ამიტომ მოდით ახლა ვიყოთ გულწრფელები. საჯაროდ საუბრობენ ამაზე? კულუარებში არა, მითხარით, იმიტომ რომ მე არ მახსენდება. ესე ვთქვათ, არა, შეიძლება მეც ვიცოდე კულუარებში ამის შესახებ, მაგრამ თუ საჯაროდაც უთქვამთ, ეს არ ვიცოდი. აი ჟღერდება და მე მაგალითად დღეს მოვისმინე. ანუ ნანობს, მარტივად რო ვთქვათ, ნანობს და ცოტა მოძრაობა. მე ინტერპრეტაციას არ ვაკეთებ, მე ის რაც ესე ვთქვათ, ვიცი და რაც მოვისმინე. იმის მიღმა ეხლა ნანობენ თუ ცრემლები მოძდით კულისებში, მე ეს არ ვიცი და ამის ინტერპრეტაციას ნუ მომთხოვთ, ვერ გეტყვით. ამიტომ ეს მაგალითი, რაზეც თქვენ ზუსტად იგივენაირად, რომ აი თქვენთვის კომფორტულია ეს პოზიცია, რომ აი როცა ჩვენ გვინდა, ეხლა ძალიან კარგად ჩანს, რომ ჩვენ მანდატებთან დაკავშირებული საკითხი აბსოლუტურად მოცემულობას, პარლამენტის ლეგიტიმურობა, არ ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით არაფერს არ ცulis ამ ნაწილში სრულად. აბსოლუტურად, რასაც ვამბობდით კიდევაც მაშინ. ამიტომ ეხლა ზუსტად არ ცulis. ასე ვქეთ ჯერჯერობით. ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს არ ვიცი დღის წესრიგში, აი მაგალითად თუნდაც გეტყვით ამ ვერსიაზეც საუბრობენ ოპოზიციაში, ესეც გექნებათ მოსმენილი, რომ შესაძლებელია, ხო, შესაძლებელია ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა დაინახონ, გეტყვით, მანდატებამდეც მივალთ. დაინახონ როგორც შექმნილი პოლიტიკური კრიზისის, გადაწყვეტის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი შექმნილ ვითარებაში, ხო? რადგან ადგილობრივ არჩევნებამდე ამ რისკებს ხედავენ როგორც ჩანს ოპოზიციის იმ ნაწილში, რომლებიც ახლა ითხოვენ თქვენგან გადაჭრით და ცალსახად პასუხს, რომ მაინც არ მიიღებთ მონაწილეობას. საერთაშორისო ზეწოლის თუ მოთხოვნის თუ თხოვნის მიუხედავად მაინც არ მიიღებთ მონაწილეობას. ჩვენი რესურსი მიმართულია იქეთ, რომ საერთაშორისო ზეწოლა ქართულ ოცნებაზე იყოს იმის გამო, რომ დემოკრატია მოიპარეს და ავტოკრატია დააფუძნეს და ეხლა თქვენ მეუბნებით მედიაცია დავარქვა. არა, ხა სიტყვას რომ გამომეკიდებით, დავარქოთ მედიაცია დავარქვა. მედიაცია თუ იქნება ეს ხო პოლიტიკური პროცესია და მედიაცია გულისხმობს სამხრივ ჩართულობას, ხო მეთანხმებით. მეთანხმებით იმაშიც, რომ სამხრივი ჩართულობა ნიშნავს არალეგიტიმური ქართული ოცნების, ოპოზიციის და მედიატორის ჩართულობას. ეს ერთობლივი პლატფორმა იქნება, სადაც კონსენსუსი ან მიიღწევა, ან არ მიიღწევა, ხო მეთანხმებით. და ეს რას ნიშნავს? ისეთ პროცესზე, რომლის ჩანასახიც არ არსებობს, ჯერ ვინმე რაიმე წინსწრებით ამ პროცესის აფეთქებაზეა მიმართული? ან პოლიტიკური შეთანხმების, რომელიც შეიძლება მოიაზრებდეს მათ შორის და უნდა მოიაზრებდეს ხელახალი არჩევნების ჩატარებას, ამ პოლიტიკურ პროცესებს ვინმე დღევანდელი გადმოსახედიდან, რომელიც არც კი ჩანასახშიც არ არსებობს, ვინმე უკვე დესტრუქციას უკეთებს? არა, ჩანასახში შეიძლება არ არსებობდეს, მაგრამ თეორიულ დონეზე ალბათ წესით ესეც უნდა განიხილებოდეს, იმიტომ რომ შეიძლება ისიც განიხილებოდეს, რომ რაღაცა მოხდეს კატაკლიზმა გლობალური. არა, უფრო რეალისტურ, ასე ვთქვათ, შესაძლებლობებზე ვსაუბრობ. რა არის აი მითხარით რეალისტური არის შემდეგი, რომ დღეს სამწუხაროდ ჩვენ უნდა ვთქვათ ისიც და ის ძალიან მკაფიო და პასუხისმგებლობით, რომ საერთაშორისო ასპარეზზე და განსაკუთრებით რეგიონში, ევროპაში, ესე ვთქვათ, ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესები ნამდვილად არ არის ის პროცესები, რომელიც ქმნის, ობიექტურად ქმნის საქართველოს კონცენტრაციის საშუალებას და ეხლა ამის განცდაც უნდა კონდეს მათ შორის საზოგადოებას, რომ ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, ბევრად უფრო, ესე ვთქვათ, ფუნდამენტურად მათი არსებობისთვის მნიშვნელოვანი საკითხებითაა დღეს მათ შორის ევროკავშირი დაკავებული, მაგრამ ეს დროებითია და შესაბამისად ჩვენი ორიენტირები რაღაც ესე ვთქვათ, ჩვენ უნდა ვმართოთ როგორც საერთაშორისო, ასევე ლოკალური კონტექსტის გათვალისწინებით და არა თეორიული კონცეპტების და რაღაც სცენარების. აქაც ის მიშეკე, ეს დროებითი რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს? არა, მოდი რეალისტურად შევხედოთ. თქვენ უნდა მიპასუხოთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ ოპოზიცია, რომელსაც აქვს ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია. ხო, შემდეგ? ხართ. შესაბამისად, ისეთ საკითხებზეც უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა, რაც ქვეყნის ბედს შეიძლება წყვეტდეს. ქვეყნის ბედს ახლა ნამდვილად მნიშვნელოვანად წყვეტს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ცალსახა და ოფიციალური
პოზიცია, მათ შორის ველოდებით ტრამპის ადმინისტრაციის ჩამოყალიბებულ პოზიციას ქართულ ოცნებასთან მიმართებაში, რაც იქნება ალბათ გარდამტეხი მთელს ამ პოლიტიკურ პროცესში. ქვეყნის შიგნითაც და შეიძლება ევროკავშირისთვისაც, ხო? ამიტომ გეკითხებით, აი თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორც პოლიტიკოსი, ხელისუფლებაში მოსვლის ამბიციის მქონე, ერთხელ უკვე ნამყოფი ხელისუფლებაში, არც თუ ისე ხელწამოსაკრავ სახელისუფლებო პოზიციებზე, აი რამდენ ხან შეიძლება გაგრძელდეს ეს მოუცლელობა საერთაშორისო პარტნიორებისა საქართველოს არა მოუცლელობა პრიორიტეტების ფუნდამენტურად ცვლილება ახლა არც ძალიან ჩვენთვის დასავლეთს მოდი ვახიაროთ ძალიან მარტივად თუ იტყვით თქვენ რა ძალიან მოდი ესე ვთქვათ პრიმიტიულად შეიძლება ესეთ ვორდინგით თქვათ მაგრამ ეს არ იქნება სრულფასოვანი სიმართლე ესე არ არის რომ არ ცალიათ ესე არ არის იმიტომ რომ ესე რომ იყოს ბუნებრივია მთელი ის ესე ვთქვათ მექანიზმები რომელიც ჩართული აქვს ქართულ ოცნებას ლეგიტიმაციის მიღების პროცესისათვის მაგრამ იმაში 19 ხმები ზოგჯერ სიმარტივეშია ჭეშმარიტება კი ბატონო თქვენი აზრით ესე რომ იყოს რომ არავის არ ეცალოს ახლა საქართველოსთვის და მთელი ეს პროპაგანდა მათ შორის ლობისტური საქმიანობას ქართული ოცნება აწარმოებს და მცდელობა მიიღოს ლეგიტიმაცია საერთაშორისო შედეგი მოყვებოდა მაგრამ ამ შედეგი არ მოყვება იგივე შემიძლია გითხრათ ამერიკის შეერთებულ ევროპას გულისხმობ ამ შემთხვევაში იგივე შემიძლია გითხრათ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში აგერ რიშს გადმოუარეს ასე ვთქვათ ქართული ოცნებიდან და დღეს ტრამპი გამოვიდა და თქვა რომ ის ამ ადამიანის მიმართ ასე ვთქვათ ნდობა გამოხატა მოკლედ და მისი შეფასებების მიმართ ამიტომ ესე არ არის თქვენ გიყვართ ხოლმე რაღაცების ცოტა ზედმეტად გამარტივებაც და ის რომ პასუხისმგებლობა ჩვენ აღებული გვაქვს იმასთან დაკავშირებით პოლიტიკოსების ძალიან გართულება გიყვართ რაღაცების რაც ზოგჯერ არის ხოლმე გაუგებარი მაყურებლისთვის ზოგჯერ არის ასე ვთქვათ პასუხისგან თავის არიდების ერთგვარი მცდელობაც არის ესეც არის პასუხს უბრუნდები ძალიან რთული შესაძლებელია ემა და თქვენ ჩემზე უკეთ იცით მიუხედავად იმისა რომ თქვენ შეიძლება პოლიტიკაში არ იყოთ ჩართული რამდენად რთული შესაძლებელია დღეს განსაზღვრო როგორ დასრულდება მაგალითად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საკითხები, როდესაც ჩვენ აქ სტუდიაში ან საქართველოში მყოფებმა კი არა, უშუალოდ პოლიტიკურ აი ამ შეთანხმებების პროცესში ჩართულმა ადამიანებმა არ იციან. ამიტომ ეხლა იმაზე მეტს ნუ მოვითხოვთ ნურავისგან, რის თეორიული ასე ვთქვათ, ცოდნის შესაძლებლობაც კი ძალიან ლიმიტირებულია. ეხლა ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მე ბევრჯერ ვთქვათ თქვენ სტუდიაში მათ შორის, რომ ჩვენ გასაკეთებელ საქმეს არავინ არ გააკეთებს. ჩვენი გასაკეთებელი საქმე არის ის რომ 31-ში აქციაზე გავიდეთ. ჩვენი გასაკეთებელი არის ის რომ არ მხოლოდ 31-ში, მაგრამ 31-ში განსაკუთრებულად. ნუ გასაგები მიზეზები. რაიმე ერთიანობაზე შეთანხმდით 31-ისთვის. აი თქვენი პოზიცია კი ვიცით ამ მაგრამ ერთიანობის იმდენი ვერსია არსებობს რომ ცოტა ჩვენც დავიბენით, ანუ რომელი არის ახლა განხილვის საგანი მოლაპარაკების მაგიდასთან. თქვენთვის ეს ერთიანობა რა არის? აი როგორც მოქალაქისთვის. მოდი ახლებურად შევთავაზოთ ეს საკითხი. ჩვენთვის ეს ერთიანობა აქამდე უნდა ყოფილიყო როგორ გამოიხატება ეს ერთიანობა ოპოზიციის, არ ვიცი, შეთანხმებულ ქმედებებში, მათ შორის საპროტესტო შინაარსთან დაკავშირებით და არა მხოლოდ თარიღის ეგ არის ჩვენთვის ერთობა, ხო სწორედ? გადასარევი. ნახეთ? ჩვენ 27 რიცხვიდან მოყოლებული, არჩევნების მეორე დღიდან მოყოლებული გვქონდა ცდილობები, იმას და ნუ პირველი დღე ხა ზოგიერთები кейფში იყვნენ გადავარდნილი უმიზეზოდ, მაგრამ ნუ ჩვენ მათ შორის თავიდან ბოლომდე ვიყავთ ისე ოპოზიციის ასე ვთქვათ გარკვეულ ბანაკში ნასროლი თქვა არის. მარტო ოპოზიციაზე არ იგულისხმება ეს. მაგრამ ქართული ოცნება ზეიმობდა გამარჯვებას დღემდე ზეიმობენ. ხო, მაგრამ გავაგრძელოთ. მომეწონა თქვენი შეფასება ერთობასთან დაკავშირებით. მოკლედ 27 ასე ვთქვათ ოქტომბრიდან მოყოლებული ჩვენ ვამბობდით ხოლმე ძალიან მნიშვნელოვან ჩვენ პოზიციასთან დაკავშირებულ ორ რამეს, ხო? ჩვენ ნებისმიერი იმ საკითხთან მიმართებაში, რომელიც ეხება გაყალბებულ არჩევნებს, რომელიც ეხება ქვეყნის ევროპულ მომავალს, სადვარ კოორდინაციაში შევიდეთ ყველასთან. როგორც კი გაჩნდა, აი ცოტა ხნის წინ, ერთი კვირის წინ თუ ორი კვირის, როგორც კი გაჩნდა და მას შემდეგ ამ კოორდინაციაში ვართ სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ეს იყო საკმაოდ არაორგანიზებული. როგორც კი გააჩინა სალომე ზურაბიშვილმა ამის ინსტიტუციონალიზაციის რაღაცა უფრო პრაგმატული შესაძლებლობა, მოდი ესე ვთქვათ. გამოვიდნენ ადამიანები და დაიწყეს საუბარი რომ რაღაც თურმე არ იციან ვინ არის სალომე ზურაბიშვილი საერთოდ რა როლი აქვს მას ახლა და საერთოდ უკუაგდეს კოორდინაციის იდეა რაც შინაარსობრივად იგივე რაც თქვენ ბრძანეთ ხომ კოორდინირებული მოქმედება არის ის რასაც თქვენ აღწერეთ და არა რაღაც საერთო სია ან ერთი პარტიის ჩამოყალიბება სიმართლე იცით რაშია რომ ამ ადამიანებსაც აი როგორც თქვენ ერთობა და კოორდინაცია რაღაცნაირად ფაქტობრივად ერთნაირად წარმოაჩინეთ ხო ეს რო ახსენით თვალსაზრისით
აი როგორც ამ ადამიანების მოტივიც და მიზანიც ეგ არის რომ საზოგადოებას თავზე აურიონ, არანაირი გეგმა არ შესთავაზონ, ისაუბრონ ერთობაზე, ბრალი დაასდონ ვიღაცას რომ შედეგს თვითონ ვერ დებენ და პასუხისმგებლობა აკიდონ და იძახონ რომ აი იმის ბრალია ეს ყველაფერი რომ აი რაღაცა სხვამ ვერ მოახერხა ჩვენთან გაერთიანება და რას ნიშნავს ეს გაერთიანება და როცა რეალურად კოორდინაციის შესაძლებლობა შეიქმნა მართლა თვითონ გამოვიდნენ და ააფეთქეს ეს შესაძლებლობაც. ეს არის კონკრეტული პრეტენზიები აქვს მათ სალომე ზურაბიშვილთან, მიხეილ სააკაშვილის არშეწყალების საკითხთან დაკავშირებით და პირდაპირ ისტორიულ პასუხისმგებლობას აკისრებენ. ჩვენ შორის, როდესაც ვერასდროს ვერ იქნება რაღაცა საკითხებზე ერთობა, რაღაც საკითხებზე ნაციონალურ მოძრაობასთან, მათ შორის მაგას გულისხმობ. და როგორ წარმოგიდგენია, ჩვენ კოორდინირებულად სადღაც საერთაშორისო ასპარეზზე შეხვედრა გვაქვს და პარტიის პირველ საკითხად პრიორიტეტულად აყენებს მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად, როგორც პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებას და მის გათავისუფლებას და პარტია გახარია საქართველოს საერთოდ არ იზიარებს ამ საკითხს. ჩვენ შორის ერთობა პარტიული ვერ იქნება, ვერასდროს, ვერ წარსულში ვერ იქნება და ვერც ეხლა. იმიტომ რომ ჩვენ უბრალოდ ვერ შევთავსებთ ერთმანეთს ვერც აზროვნებას, ვერც ფასეულობებს. ეს შეუძლებელია, მაგრამ კოორდინაციასაც კი თვითონ აფეთქებენ, ხომ? ხო, ნახეთ არა, თქვენც ხო ნახეთ ეს შეფასებები სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, მის ინიციატივას მე ანუ შესაბამისად ვერც კოორდინაცია ვერ გექნებათ ნაციონალურ მოძრაობასთან? არა, ერთზამი. გექნებათ კოორდინაცია, ანუ კოორდინაციის ფარგლებშიც ხომ შესაძლებელია იგივე საერთაშორისო ვიზიტის დროს ეს საკითხი დააკეროს საერთაშორისო დაკავშირებით. ჩვენ პოზიცია არ გვექნება ძალიან კაფეები და ყოფილვარ და ვიქნებით კიდევაც. მე გეუბნებით გაერთიანება მაშინ კოორდინაცია არ გამოდის. არა, გეუბნებით კაცო, კოორდინაციაზე ჩვენ როგორც მანამდე ვიყავით ამ პროცესში ჩართული, ისევე ვართ მაგრამ ძალიან რთულია თქო, როცა ადამიანი გამოდის, ჯერ ერთობაზე საუბრობს, ოღონდ კაცმა არის რა იგულისხმება ამ ერთობაში, როგორც თვითონ ალბათ რაღაცა ერთიანი კანდიდატი და ერთიანი პარტია. მე ერთი წამი დავამთავრებ. მე ვინც ეუბნება რომ არა, და ამ შემთხვევაში ჩვენ არა, ჩვენ შორის ერთობა ვერ იქნება. ამ ადამიანებს და ამ ჯგუფებს რაღაც ლანძღავენ და თავს ესხმიან და მე კიდევ ასე ვთქვათ გვიბრუნდებიან და გვეუბნებიან რომ არა, მოდი კოორდინაცია თუ არა. კეთილი, მოკლედ უნდობლობის მომენტი გაქვთ ყველაფერთან ერთად. გაქვთ, არა. ნუ ვცდილობთ ხოლმე ყოველთვის რომ თქვენ უნდა შეხვიდეთ მათთან კოორდინაციაში, თორემ მე მოიცოდეთ, არა, გავიგიხოთ თქვენ მე მეგონა თქვენ ხო. მოკლედ კოორდინაციის პრობლემა არც არასდროს ყოფილა და თუ ვინმეს მართლა კოორდინაცია უნდა, მეცაც გეტყვით, თუ ვინმეს გაერთიანება უნდა. აი რაც არის კლასიკური გაგებით, ერთი პარტიის გაკეთება, ერთი საარჩევნო სია, ერთი კანდიდატი. თვითონ არიან გაერთიანდნენ. სამი პარტია ხო არის, თუ რამდენიც არის, სამზე მეტი. ნუ ბარიერ გადალახული და კიდე დანარჩენები. ანუ ძლიერი საქართველოს მიეთვალეთ? ვისაც უნდა პირდაპირ მითხარით, სამი პარტია რომ ახსენეთ, ანუ ძლიერი საქართველოს მიეთვალეთ, კოალიცია ცვლილებებისთვის, თავად ნაციონალურ მოძრაობა და ძლიერი საქართველო. ხო, ფაქტია რომ მათ ჰქონდათ წარსულში ამის გამოცდილება, ხო? საერთოდ გვარამიას პარტია ნაციონალურ მოძრაობა გაიყო და ორად და აქედან დაფორმირდა თვითმმართველობის არჩევნებზე ლელოსაც და ნაციონალურ მოძრაობას საერთო კანდიდატები ყავდათ. ხო, გვაქვს ეს ისტორია. თავიანთი ურთიერთობის და და გაერთიანდნენ პირველ რიგში. ხა დაანახონ საზოგადოებას რომ არათუ შეუძლებელ გაერთიანებებზე, არამედ მართლა შესრულებად გაერთიანებებიც შეუძლიათ და ადმინ და გაერთიანება. მადლობა, ბექალი ლუაშვილს პარტია გახარია საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. რეკლამის შემდეგ ეკა ბესელიას და მაია კოპალეიშვილს მოვუსმენთ. მაშასე გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში, რისთვის ემზადება ოპოზიცია სამოქალაქო საზოგადოებასთან და სალომე ზურაბიშვილთან ერთად, როგორც დღეს გახდა ცნობილი, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შეხვდა სალომე ზურაბიშვილი. საუბრის თემა იყო 31 მარტის აქცია და ის საერთაშორისო გზავნილები, რითაც შესაძლებელია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი უახლოეს მომავალში ევროპის რამდენიმე დედაქალაქში გაემგზავროს. მიზანიც ამ შემთხვევაში არის ის, რა სულისკვეთებაც ჰქონდა ევროპის საბჭოსთვის გაგზავნილ წერილს სულ რამდენიმე დღის წინ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინოს ახლა საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ. ეკა ბესელია მართლმსაჯულების სახლის ხელმძღვანელი გვერდება. მოგესალმებით ქალბატონო ეკა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვიდრე თქვენთან დავიწყებ საუბარს ხვალ და 31 მარტს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით აუცილებლად მინდა გამოვეხმაურო დღეს საგამოძიებო კომისიის სხდომა, სადაც ბესიკ ხარძიანის საქმეზე მოხდა გამოკითხვა ადვოკატების, როგორც ვიცი, შვილი საუბრობდა
ამ საქმეზე, მათ შორის გაიხსენა ეპიზოდი, რომ პატიმრობაში ყოფნისას ბესიკ ხარძიანმა TBC ბანკიდან სესხი გამოიტანა. ამით იმის ხაზგასმა მინდა, რომ ქართული ოცნება უკვე ასე ვთქვათ, ცდილობს და მომავალში შეეცდება, რომ დროებით საგამოძიებო კომისიის ეს სხდომები, რომელიც შუქდება, მათ შორის მედია საშუალებებით, გამოიყენოს ოპოზიციის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში ფაქტია, რომ დიდი ლოდი იყო ნასროლი, არ ვიცი, კოალიცია ძლიერი საქართველოს თუ ლელოს ბაღში თუ ბოსტანში ამ შემთხვევაში და მუქარა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თია წოლუკიანის, რომ ნუ ეხუმრებიან მაშინდელი ხელისუფლების წევრები, თუ კი ვინმეს ექნება საგამოძიებო კომისიაზე მისვლის მოწვევა, არ არიდონ თავი პასუხისმგებლობას წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს მათ წინააღმდეგ. როგორ ფიქრობთ, კიდევ ერთხელ ხომ არ უნდა გადაიხედოს ოპოზიციის მხრიდან, ვინც მაშინდელ ხელისუფლებას წარმოადგენდა, არ ვიცი, ეს გადაწყვეტილება, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიიღებენ მონაწილეობას ასეთ სხდომებში. ამ პირობებში მაშინ მხოლოდ ცალმხრივად მოხდება ასეთი ამბების გაშუქება. სამშვიდობის ქალბატონოებმა, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს. ყველაზე არადამაჯერებელი, რაც არის იმ პროცესში, რომელზეც თქვენ საუბრობდით საგამოძიებო კომისიის მანდატში, შინაარსში, ფორმაში, ყველაზე არასარწმუნო და არასანდო არის მისი შექმნის мотиваცია. ყველაფერი ხო ამით იზომება, რასაც აკეთებ, რატომ აკეთებ ამას. და ამ ყველაფერს აქვს ერთი მთავარი გზავნილი, ეს არის საჩვენებელი, არარეალურად მისი მანდატის განხორციელება, არამედ საჩვენებელი სანახაობა საკუთარი მომხრეებისთვის, რომ თითქოს აი წარსულში დაწყდებოდა, მოდი აი ამასთან ბრძოლა გავაგრძელოთ და ჩვენ აწმყოში გვაქვს ეს პრობლემები, რაც წარსულში გამოვიარეთ. მე რა თქმა უნდა ვრჩები იმ აზრზე და ყოველთვის ამ აზრზე ვიქნები, შემიცვლი ეს პოზიცია, რომ წარსულში ჩვენ ძალიან მძიმე რეპრესიული სისტემა გამოვიარეთ წინა ხელისუფლების დროს, ამას ვებრძოდით, მაგრამ არა ეს ადამიანები, ვის დღეს ქართული ოცნების სახელით საუბრობენ, ისინი არ ებრძოდნენ წინა სისტემის დროსაც გაყუჩებულები, გაჩუმებულები მდუმარენი ან მათი მხარდამჭერები იყვნენ. ჩვენ ვებრძოდით, მეც მათ შორის, შემდგომ ჩვენ გამოვიკვლიეთ ის სისტემური დანაშაულებები და ვთქვით, რომ ის რა დღეს ხდება სამწუხაროდ, ეს რომ არასოდეს არ მოხდეს, მოდი ამიტომ ჩავატაროთ ფუნდამენტური რეფორმა, პირველ რიგში მართლმსაჯულების რეფორმა. აი დღეს რას იძიებს საგამოძიებო ორგანოები? დღეს რატო არა აქვს პარლამენტის ამ წევრებს რეაქცია, რომ პრეზიდენტს, რომელსაც ხვდებიან დილის 5 საათზე აეროპორტში და თავდასხმას უწყობენ ან ყოფილ პრემიერ-მინისტრს ქართული ოცნების და გამოძიება რო არ მიმდინარეობს, ერთი საგამოძიებო მოქმედება რო არ ტარდება, აი ამ საღამოსაც რო დააკავეს სტუდენტები და დაკავების დროს რომ არც ერთი დამკავებელი პირი არ იცავს ქვეყნის კონსტიტუციას, დაკავების წესებს, პროცედურებს, ადამიანის უფლებებს, ამაზე რატო არ აქვს რეაქცია? ამაზე სად არის გამოძიება, სად არის ზედამხედველობა? მათ შორის პარლამენტის ზედამხედველობა სად არის, რომელიც მათ შორის პარლამენტში ყოფნის დროს გავაძლიერეთ, რეგლამენტში ჩავწერეთ, კანონები მივიღეთ, წესები დავამკვიდრეთ, პრაქტიკაც შევქმნით, რომ აი ესეთი თავშობილობა არ ყოფილიყო, რაც დღეს ხდება. ამიტომ არის ბუტაფორია, ამიტომ არის არასაიმედო, ამიტომ არის არასარწმუნო ის საგამოძიებო კომისია. დღეს, როდესაც ჩვენ თვალწინ პარლამენტის წინ ყოველ დღე ხედავ უკანონო დაკავებებს. ციხეში ვხედავ უსამართლო დატყვევებულ ადამიანებს. პოლიტიკური სასამართლო პროცესები, პოლიტიკური მართლმსაჯულება, რას იკვლევენ 15 წლის წინანდელ ამბებს, რომელსაც დავარქვით უკვე სახელი, მივიღეთ გადაწყვეტილებები, შევაფასეთ, გამოძიება თუ აქამდე რომელიმე პირის მიმართ არ წარიმართა, ის პირი დაიბარო და კითხონ, რას აკეთებდნენ 15 წელი. აი ეს სიყალბე, რომლითაც გაჟღენთილია დღეს
ცარიელი პარლამენტი, სადაც ერთი პარტია ერთმანეთს ელაპარაკება გაყალბებული არჩევნების შემდეგ და თვალს ხუჭავს ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე, არაფერი სანდო აღარ არის. ამიტომაც მე მგონი რომ აი რა სიტყვის ახლა წულუკიანი, რა სიტყვის რომელიმე არ ვიცი, მათიკაშვილი თუ დინარაძე საერთოდ აღარ აქვს შინაარსი, გამოცლილია ყოველგვარი აი რაიმე მინიმალური წონისგან, პოლიტიკური ან სამართლებრივი წონისგან და ჩვენ უნდა ველაპარაკოთ იმაზე, როგორ გამოვიდეთ აი ამ კრიზისიდან, კი ბატონო, აი ძალიან საინტერესო და ყველაზე აქტუალურ საკითხს მიადექით, ანუ ის რაზეც ყველა თანხმდება ოპოზიციურ ფლანგზე, სამოქალაქო საზოგადოებაში, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, როცა საუბრობთ აი ამ კრიზისიდან გამოსვლის გზებზე, ეს არის გარკვეული ტიპის ერთიანობა. ოღონდ ყველა სხვადასხვაგვარად ესმის. აი სულ ცოტა ძლიერი კოორდინაცია, როგორც თავად ზურაბიშვილი ამბობს და რასაც ცდილობს ახლა ოპოზიციის შიგნით. თუმცა ხედავთ, რომ აი ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ოპოზიციური კოალიცია ნაციონალურ მოძრაობას ვგულისხმობ, პირდაპირ უპირისპირდება სალომე ზურაბიშვილს და ნიშნულოვან პასუხისმგებლობასაც კი აკისრებს მიხეილ სააკაშვილის არ შეწყალების გამო იმის გამო რომ ის 12 წლითა და 6 თვით ორ საქმეზე მოკლედ მოსამართლემ გაუშვა პატიმრობაში. აი ამას რა თქმა უნდა კარგად იყენებს საკუთარი პროპაგანდისთვის ქართული ოცნება და გვესმის ფრაზები რომ თვითონ აიყვანეს ტახტზე სალომე ზურაბიშვილი და ახლა ტახტიდან თავად ჩამოაგდეს რომ აღარ ცნობენ, აკრიტიკებენ, არ აღიარებენ და ასე შემდეგ. ასეთ ვითარებაში, ასეთი დამოკიდებულების ფონზე რამდენად შესაძლებელია თუნდაც ისეთი ძლიერი კოორდინაციის შეკრა ოპოზიციურ კოალიციებს შორის, რომ შეთანხმებული ნაბიჯებით იმოქმედონ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. შეძლებენ ამ ერთიანობის შენარჩუნებას სწორედ აი ასეთი განცხადებების შემდეგ. დასაკურველია შესაძლებელია და რატომ? პლატფორმა, რომელიც გულისხმობს საერთო საკითხების ირგვლივ და უფრო ფუნდამენტური საკითხების ირგვლივ გაერთიანებას, ვიდრე ის თემებია, რომელსაც ახლა თქვენ საუბრობდით. არა უშავს ესეთი კრიტიკული განცხადებები, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, ეს არის რაღაცნაირად ასატანიც. ამაზე არ რეაგირებს ხოთაშორის პრეზიდენტი ზურაბიშვილი, არ აქვს მას რაიმე ესეთი მკვეთრი პოზიცია, იმიტომ რომ მასაც აქვს ამ საკითხზე ბევრჯერ საკუთარი მოსაზრება გამოხატული, ასე რომ ეს არ უშლის ხელს ვილაპარაკოთ არ რეაგირებს საჯაროდ. ქალბატონო ეკა, მოდი დავაზუსტებ. ასეთ განცხადებებზე სალომე ზურაბიშვილი არ რეაგირებს საჯაროდ. ანუ პასუხი არ გაუწია, ხომ? ამ კრიტიკისთვის, მაგრამ არ ვიცი სამუშაო გარემოში, სადაც იკრიბებიან პარტიები, იქ ნაციონალური მოძრაობაც არის. ამ საკითხზე ორივე მხარე მიცის, რომ არის ასთა სხვადასხვაობა და ასე დარჩება, მაგრამ არის თემები, რომელზედაც არის საერთო პოზიცია. მაგალითად, რა არის ეს საერთო, რომელზედაც ყველა პარტია თანხმდება. არა, ეს დავაზუსტებ რა, შეიძლება არასრულად დავსვი შეკითხვა. ანუ, აი საკოორდინაციო ფორმატშიც არ გასცა სალომე ზურაბიშვილმა ნაციონალურ მოძრაობას პასუხი იმ ბრალდებაზე, რომ მას მოუწევს ისტორიული პასუხისმგებლობის აღება მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ქართულ ოცნებასთან ერთად. ეს იყო ძალიან მძიმე განცხადება. საინტერესოა რა უპასუხა ამ სამუშაო ფორმატში სალომე ზურაბიშვილმა. ასეთი საუბრები არ იმართება სამუშაო ფორმატში, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის, ვინ წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას პრეზიდენტის პოზიცია, არაერთხელ მოусმენია, ასე რომ ამაზე არ იმართება ხოლმე დისკუსიები, იმიტომ რომ კონცენტრირებულია ეს სამუშაო შეხვედრები იმ დღის წესრიგზე, რაზეც არის შეხვედრა. და ბოლო პერიოდში ეს ეხება ძირითადად მოთხოვნას, ორ ძირითად მოთხოვნას, ეს არის პოლიტიკური მძევლების გათავისუფლება და მეორე ახალი საპარლამენტო არჩევნები როგორ უნდა ჩატარდეს, რა წესით შეიძლება ჩატარდეს.
აი ამის ირგვლივ არის ეს დისკუსიები, ამიტომ საჯაროდ რა განცხადებებსაც აკეთებენ პარტიები ეს ერთია. ისინი ალბათ თავიანთ ელექტორატსაც ესაუბრებიან, ამით ეს გასაგებია, მაგრამ პრეზიდენტი როდესაც ამბობს, რომ რაღაცა დიდი ერთიანობა ერთ პარტია ჩამოყალიბება თუ ერთ საარჩევნო ბლოკად ჩამოყალიბება არ გამოვა და ამაზე ძალისხმევის დახარჯვა არ ღირს. საუბარი იმაზე, რომ აი იყოს ერთიანი შიგნით, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ სამოქმედო პლატფორმა, ესეთი ტიპის ერთობა, რომელიც აი ამ მოთხოვნების ირგვლივ გააერთიანებს ყველას, არა მხოლოდ პარტიებს, პირველ რიგში იმ ადამიანებს, ვინც ქუჩაში დგას ამდენი დღეა და ვინც ითხოვს თავისუფალ არჩევნებს და მძევლების გათავისუფლებას. ქვეყნის გარეთაც, სადაც იგეგმება მათ შორის ეს მრავალპარტიული წარმომადგენლობით პრეზიდენტის ვიზიტები, აქაც ერთიანი პლატფორმის ფარგლებში, ანუ ის რომ გზავნილები იყოს ერთი, სასაუბრო ტექსტი იყოს ერთი, მოთხოვნები არის ერთიანი და აქ არ არის სათთა სხვადასხვაობა. ის რაც ახლა აერთიანებს განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს, ის უნდა იყოს ახლა მთავარი სასაუბრო. კი ბატონო, ანუ თქვენ ადასტურებთ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უახლოეს მომავალში, არ ვიცი, ალბათ 31 მარტამდე სავარაუდოდ იგეგმება ერთიანი პლატფორმით სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები საზღვარგარეთ ოპოზიციის წევრებთან ერთად. შეგიძლიათ დაგვიკონკრეტოთ კონკრეტულად რომელ ქვეყნებში გაემგზავრება სალომე ზურაბიშვილი და რა იქნება ძირითადი გზავნილი, იმიტომ რომ ხო წერილიც გაიგზავნა ევროპის საბჭოში და კიდევ რა დამატებით ძალისხმევას გამოიჩენს სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წევრებთან ერთად. იგეგმება და არა მხოლოდ ახლა ახლო პერიოდში, შემდგომ ეტაპზეც რამოდენიმე დედაქალაქში, უფრო კონკრეტულად ამაზე შემდგომ გაავრცელებს პრეზიდენტის პრესამსახური ინფორმაციას, მაგრამ ნამდვილად არის სამუშაო ფორმატი ახლა მიმართული იქეთკენ, რომ ასეთი რამდენიმე ერთობლივი ვიზიტი დაიგეგმოს სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა დედაქალაქში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებმა დაინახონ ერთიანი პოზიცია იმ ძირითად მოთხოვნებში და ხედავდნენ ძლიერ პლატფორმას, ბირთვს, პოლიტიკურ პროცესს, რომელშიც პრეზიდენტი პარტიები ახმოვანებენ ხალხის მოთხოვნას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რადგან შეიძლება იყოს ასთა სხვადასხვაობა და იქნება ბუნებრივი ასეთი საკითხები. ეს არ უნდა იყოს გადაფარავი, არ უნდა გადაწონოს ასეთმა საკითხებმა უფრო დიდი და საჯარო მიზანი, იმიტომ რომ არ არის მარტივი აი ამ რეპრესიულ სისტემაში, სადაც ყოველდღე გასაოცარ კანონ პროექტებს აინიცირებენ და ხედავთ უკუსლას ადამიანის უფლებების და დემოკრატიის კუთხით, ეხლა შიგნით დავხარჯოთ ენერგია ერთმანეთთან კინკლაობაზე. ეს არის პრეზიდენტის განწყობაც და ამიტომ ცდილობს იყოს მაკოორდინირებელი და გამაერთიანებელი, ცდილობს დაახლოებას ამ პოზიციების. ეს კრიტიკაც და განსხვავებული მოსაზრებებიც ხა დასაშვებია ერთ ხმაში ოჯახის წევრები აღარ საუბრობენ დღეს და ერთი ლექსიკონით, არათუ ეხლა სულიად განსხვავებული ისტორიის და ბიოგრაფიის პოლიტიკური პარტიები. ეხლა ჩვენ ძალიან ბევრს ვიმუშაობთ ამ პერიოდში, რომ აი საარჩევნო საკითხებზე იყოს რაღაცა ერთიანი ხედვა, ბევრი თემა იყო აქ ამ სამუშაო პროცესში. არ იყო მხოლოდ პრინციპების დონეზე, რომ ახალი CSGO გვინდა, ახალი პროცედურები გვჭირდება, რომ ემიგრაციისთვის როგორ გავამარტივოთ ის, რომ ყველა მისცეს ხმა, სადაც ცხოვრობს და მქონდეს შესაძლებლობა, როგორ უნდა მოვაწყოთ ისე, რომ საარჩევნო დავები სამართლიანად განიხილონ ამ კლანური მართლმსაჯულების პირობებში. აი ამ დეტალებზე იყო საკმაოდ ბევრი მსჯელობა და მე სხვა შორის როდესაც მქონდა სამუშაო შეხვედრები ძალიან საინტერესო და სასარგებლო იყო სადამკვირვებლო მისიების მოსაზრებები, მათი ანალიზი, სადაც დაინახეს პრობლემები, სადაც დაინახეს, რომ არის აი ის ხრელები, რომელმაც მისცა შესაძლებლობა ქართულ ოცნებას გაყალბების და როგორ შეიძლება ეს რისკები დავაზღვიოთ ისე, რომ პარლამენტში, რადგან ოპოზიცია არ არის,
კანონის შეცვლის გარეშე აი ამ არსებული მოცემულობით გარკვეული ესე ვთქვათ გავლენებით და შეთანხმებით კი მივახციოთ ბატონო, მადლობა. ნორმალურ არჩევნებს. ამაზე მიდის ახლა მთელი სამუშაო პროცესი და მე ძალიან პოზიტიურად უყურებ ემა ამ პროცესს, იმიტომ რომ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ რისთვისაც ვემზადებით, რეალურად ამისთვის ვიყოთ მზად. მადლობა, ეკაბესელიას, მართლმსაჯულების სახლის ხელმძღვანელი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, კოალიციას ცვლილებების ერთ-ერთი ლიდერი მაია კოპალეიშვილი შემოგვიერთდა. მოგესალმებით, ქალბატონ მაია, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, ძალიან საინტერესო ინფორმაცია დაგვიდასტურა ეკაბესელიამ, იგეგმება რამდენიმე დედაქალაქში სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის ერთობლივი ვიზიტი, რათა საერთაშორისო პარტნიორებმა დაინახონ სწორედ ეს ერთიანი ბირთვი, ანუ როგორ ფიქრობთ, ასეთი ვიზიტები უფრო მეტ შედეგებს გამოიღებს, ვიდრე ამის მიღება, აქამდე, არ ვიცი, ცალ-ცალკე გამართული ვიზიტებით, საჯარო წერილებით თუ სატელეფონო ზარებით იქნა მიღწეული? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის, მივესალმები მაყურებელს. დიახ, რა ბუნებრივია, რამე თუ ჩვენ ვსაუბრობთ დღეს კოორდინაციაზე, კოორდინაციის პროცესი ყოველთვის მიმდინარეობდა ოპოზიციურ კოალიციებს შორის, მოგეხსენებათ, მაგრამ როდესაც აი ეხლა ფაქტობრივად ისეთ ფაზაში შევედით, რომ აუცილებელია გაძლიერდეს თუნდაც კიდევ უფრო მეტად საერთაშორისო ზემოქმედება ქართული ოცნების აი ამ პოლიტიკაზე და აი ქართული ოცნების ამ უძრაობის ხანაზე, როდესაც ქართული ოცნება ვერ შეიგრძნობს დემოკრატიის აუცილებლობას და ამ დემოკრატიის მიზნებისათვის ახალი არჩევნების ჩანიშვნის საჭიროებას, ამიტომ აუცილებელია, რომ გაძლიერდეს კიდევ უფრო მეტად საერთაშორისო წნეხი ქართული ოცნების აი პირთა ჯგუფზე, რომელიც და ბატონ ივანიშვილზე, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს დღეს აი ამ საკითხებთან დაკავშირებით. ამიტომ პრეზიდენტთან ერთად ერთიანი კოორდინაციით ეს რა თქმა უნდა კიდევ უკვე გადაწყდა თქვენგან ვინ იქნება, ვინ მიიღებს მონაწილეობას აი ამ საერთაშორისო ვიზიტში და პირველი ვიზიტი სად გაიმართება? ეს ალბათ გაცხადდება უახლოეს ხანში და 31-მდე ყოველ შემთხვევაში ესეთი ვიზიტები შედგება 31 მარტამდე, ანუ ეს იქნება გარკვეული სამზადისი 31 მარტის აქციისთვისაც? როგორ არის 31 მარტისთვის მნიშვნელოვანი განცხადებას გაკეთდება, რა თქმა უნდა და აი ვიზიტები მიებემება თუ არა ამ პროცესს, ალბათ ესეც აი ამ დღეებში გაცხადდება. ანუ როგორ იქნება ოპოზიციის კოორდინირებული ქმედება საერთაშორისო ასპარეზზე, ეს მეტნაკლებად უკვე გამოიკვეთა ამ ეტაპისთვის. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით სამოქმედო გეგმას. აი საინტერესოა ამაში თუ არის ოპოზიცია ჩამოყალიბებული და არის თუ არა ხელის შემშლელი გარკვეული ფაქტორები, უთანხმოება დავარქვათ ამას თუ ასრთა სხვადასხვაობა, მათ შორის მაგალითად თქვენი კოალიციის ლიდერებს დღემდე არ აკმაყოფილებთ ის პასუხი, რომელიც ოპოზიციის ნაწილს აქვს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და მეტ სიცხადეს მოითხოვენ გახარიას პარტიისგან მანდატების დატოვება, არ დატოვების საკითხთან დაკავშირებით. ანუ ეს შეუსაბამობები იქნება თუ არა ქვეყნის შიგნით კოორდინირებული მოქმედების ხელის შემშლელი ფაქტორი? ძალიან კარგი კითხვა, მაგრამ რა არის იცით? ჩვენ უნდა ამოვიდეთ იქედან, რომ პოლიტიკა არის სწორედ შეთანხმებების, ასე ვთქვათ, ხელოვნება და პოლიტიკა არის სწორედ ის, რომ სხვადასხვა სუბიექტები, რომელიც პოლიტიკის კუთხით მოქმედებენ და ასე ვთქვათ, ავანსცენაზე არიან, გარკვეულ ურთიერთ დათმობებზე და ურთიერთ გათვალისწინებაზე წავიდნენ, თან აქ ხდება სწორედ ქვეყნის ინტერესების მიზნებისათვის ამის გათვალისწინება. ჩვენმა კოალიციამ თავიდანვე დავაფიქსირეთ ეს და ეს ჩვენი მოსაზრება ჯერ კიდევ იქედანვე გამოჩნდა, როდესაც ჩვენ ვარი ვთქვით პარლამენტში ეგრეთ წოდებულ არალეგიტიმური არჩევნების გზით არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლაზე ვარი ვთქვით მანდატებზე და ბუნებრივია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მთლიან იმ ბრძოლას, რაც იბრძოლა არა მხოლოდ პოლიტიკურმა პარტიებმა, არამედ მთელმა საზოგადოებამ იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს ევროპული მომავალი, იყოს დემოკრატია და ეს ყველაფერი უკავშირდება, რა თქმა უნდა, თავისუფალ სამართლიან
არჩევნებს, საპარლამენტო არჩევნებს, შეუძლებელია ამ წუთში, როდესაც ეს გაღელვებს, იფიქრო, რომ მიიღებ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გამორიცხულია, ჩვენ ამაზე აღვნიშნეთ და არც რელევანტური არ არის. გამორიცხულია იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა, აუცილებლად უნდა მოხდეს სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გარდა იმ 50 და 50-ზე მეტი ადამიანისა, რომლებიც ამ პერიოდში იქნა დაკავებული, ჩვენ გვყავს რუსული კანონის შედეგად დაკავებული ადამიანებიც, რომლებიც ასევე აპროტესტებდნენ რუსულ კანონს და ისინიც სინდისის პატიმრები არიან. ამიტომ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი მიზანი, ამას არ უნდა ჩამოვრჩეთ და ბუნებრივია, როდესაც მოუწოდებთ სხვა კოალიციებსაც, იმ პარტიებს, რომლებსაც გული შესტკივათ ამ ქვეყნის დემოკრატიულ მომავალზე, ბუნებრივია, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არის ამ ქვეყნის დაღუპვა. სწორედ ამ ქვეყნის ჩამოშორება დემოკრატიისაგან, ევროპული განვითარებისაგან, იმიტომ რომ აქ გამარჯვებულად იგრძნობს თავს ქართული ოცნება, რომელიც ჩვენ მიგვაქანებს ყველას რუსეთისკენ. მათ ვისაც ჯერჯერობით ასე ვთქვათ, გადაჭრით პასუხი არ გაუციათ, მაგალითად ამბობენ, რომ 7 თვით ადრე ამ თემაზე ლაპარაკი არის ძირითადი საკითხებიდან მეათეხარისხოვანზე გადატანის მცდელობა, რაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას აძლევს ხელს. ასეთ პოლიტიკურ პარტიებს გულისხმობთ, როდესაც ამბობთ თუ რა რისკებთან არის დაკავშირებული ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, თუ გულისხმობთ იმ პოლიტიკურ პარტიებს, გირჩის მსგავს, ვინც ცხადად და ღიად და იმ თავითვე ამბობს, რომ კი ადგილობრივ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ვის გულისხმობთ? დიახ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ იმ პოლიტიკურ პარტიებს, მსხვილ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი გადავახეს იმ გაყალბებული არჩევნების პირობებშიც და გახარიას პარტიას გულისხმობთ. გახარიას პარტიას და ლელოს იმავდროულად, ხო? ის თქვენ რა ფრაზებიც მოიყვანეთ 7 თვით ადრე, მე როგორც ვნახე, ბატონი მამუკა ხაზარაძის მიერ იყო ნათქვამი. აქ ერთი რამეს უნდა გაუსვათ ხაზი და მე მინდა რომ ამ პარტიებსაც ამის შესახებ ჩემი მოსაზრება მოვახსენო. აქ დროს აქვს არსებითი მნიშვნელობა 7 თვია, 5 თვია, გნებავთ ერთი წელია. პოლიტიკას უყარს მკაფიოდ უნდა იყოს ნათქვამი პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან, რას ვაკეთებთ ჩვენ. იმიტომ რომ ჩვენს უკან დგას ამომრჩეველი ის საზოგადოება, რომელიც რუსთაველზე დგას და რომელიც ჩვენგან მოელის ნათელ და მკაფიო პასუხს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. და ამიტომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ეს მკაფიოდ უნდა დაასახელოს და უნდა თქვას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა რომ ეხლა არის სწორედ ქვეყნის გადაჭეხვა საიმისოდ, რომ ევროპული კურსი აქ ვერასდროს ვერ განვითარდეს და აღმოჩნდეთ რუსეთის ქვეშ და ეს ჩვეულებრივი ფრაზები კი არ არის. ამხელა გზა გავიარეთ და ჩვენ ხო შევხედეთ, რომ ჩვენ ვებრძვით რუსეთს და რუსეთთან ბრძოლა არც ისე მარტივი არ არის. ეს არ უმარტივდება მსოფლიოში არავის. მათ შორის არც სხვა ქვეყნებს, რომლებიც ცდილობს, რომ გარკვეული მოლაპარაკებები აწარმოოს მათთან. ამიტომ მეტი სერიოზულობა არის საჭირო, ამიტომ ის რომ ჯერ ადრეა, არ არის ადრე. უნდა ითქვას მკაფიოდ, რომ დაისახოს სათანადო გზები. იმიტომ რომ ნახეთ როგორი უნდა დავასრულო ესა. დიახ, აუცილებლად, რა რისკებს ხედავთ? რისკები, მნიშვნელოვანი რისკი. რომ შესაძლებელია მიიღონ მონაწილეობა? არა, მე მინდა ის რისკი დავანახო პოლიტიკურ პარტიებს, იქნება გირჩი, ლელო, გახარიას პარტია, რომ თუ კი ვთქვათ, წინასწარ იცის შენმა პოლიტიკურმა ოპონენტმა და ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ოპონენტი ხო არ არის ქართული ოცნება, რომელსაც უზურპირებული აქვს ხელისუფლება და დემოკრატიის ნიშანწყალი აღარ ეტყობა უკვე, ისეთ კანონებს იღებს და ისეთ ქმედებებს ჩადიან ყოველდღე მარტო თავის თავთან. ელაპარაკებიან ფაქტობრივად და მე ამას ხალხისთვის გამოაქვთ გარეთ. ანუ ეს ხო ის ამ პარტიასთან რომ შენ წინასწარ დაანონსებ, რომ იცი რა მივიღებ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას,
შენ სადგა გარანტიები, რომ ის საერთოდ საპარლამენტო არჩევნებს ჩაანიშნოს. ის შეგიყვანს თავის ამოქმედო ველზე და საპარლამენტო ამბობენ ისინი, რომ მიიღებენ მონაწილეობას, პირიქით ამბობენ, რომ არა, არავინ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ხო და ამბობენ, რომ ნადრევი ამაზე მაგრამ ლაპარაკი. ეს უნდა ითქვას თავიდანვე, იმიტომ რომ თავიდანვე უნდა იცოდეს ქართულ ოცნებას, უნდა კონდეს იმის საფრთხეებს, უნდა გრძნობდეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ის დარჩება მარტო. ნახეთ რას ამბობენ, აი გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩემი გადაცემის სტუმარი და ამ თემაზე საუბრისას ასეთი რამ ახსენა, შევეცდები რომ შინაარსი გადმოვცე ზუსტად, ეხლა სიტყვით ძალიან გამიჭირდება, რომ ზოგადად ამის დაფიქსირება და ახლა საუბარი იმაზე, რომ ადგილობრივ არჩევნებში არ მივიღებთ მონაწილეობას, არის გარკვეული ნიჰილიზმის დათესვა მოსახლეობაში, რომ ესე იგი ამ 7 თვის განმავლობაში რეალურად ქვეყანაში რადიკალურად არაფერი შეიცვლება და ახალი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება და მეორე არგუმენტი მათი, რომ ზოგადად აი ყალბი ცრუმოლოდინების გაჩენა, პატიმრების ახლობლების და ოჯახის წევრების მიმართ და რაღაცა ტოლობის ნიშანის დასმა, რომ თუ ჩვენ ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს გამოვუცხადებთ, მაშინ აი ამ სინდისის პატიმრების გათავისუფლება უფრო რეალისტურია, არის დანაშაულის ტოლფასი. აი დაახლოებით ასეთი კონტრაარგუმენტები აქვს თქვენი მოთხოვნის საპასუხოდ. მე გვენ სწორად გადმოვეცი. ხო, მე დღევანდელი არ მომისმენია, მათი მე ვნახე განცხადება, რომელიც Facebook-ზე გავრცელდა და ამ Facebook განცხადებიდან გამომდინარე აღნიშნავ ცალკეული წევრები რას ამბობენ, არ ვიცი, მაგრამ რაც ვნახე ლიდერის განცხადება, ის მოგახსენეთ კიდევაც. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ პოლიტიკურ პარტიებს კვლავ აქვთ კოორდინირების შესაძლებლობა, რამე თუ აი ეს პოლიტიკა სწორედ არის ურთიერთგაგების, ურთიერთთანამშრომლობის. აქამდე პოლიტიკური პარტიები მოგეხსენებათ, რომ ყველა მნიშვნელოვან ძირითად საკითხში თანამშრომლობდა და ძირითად საკითხში ერთად იყვნენ, და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ თემებზეც მიღწეული იქნება შეთანხმება, მათ შორის ადგილობრივ თვითმმართველობასთან მიმართებით. კი ბატონო, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მაია კოპალეიშვილი კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, მოკლედ სულ ეს იყო ამ დროისთვის. ხვალ დიდი აქცია არის დაანონსებული, რა თქმა უნდა, პალიტრენიუსი აქციასაც და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსაც აქტიურად გააშუქებს. მე ორ შაბათამდე უნდა დაგემშვიდობოთ დროებით.